წარმოიდგინეთ, რომ დგახართ მთვარის ზედაპირზე, სადაც არც ერთი ადამიანი არასოდეს ყოფილა. თქვენს წინ იშლება უსასრულო, უძველესი მთების ქსელი, რომელიც 4 მილიარდი წლის განმავლობაში უცვლელი დარჩა. არ არის აქ ის ბნელი, ვულკანური ველები, რომლებსაც დედამიწიდან ხედავთ. არ არის აქ ის ნაცრისფერი ბარები, რომლებიც ასტრონავტებმა ათვისეს. ეს არის სრულიად სხვა სამყარო, ხოლო 3455 კილომეტრის მოშორებით ჩვენგან. და ეხლა პირველად ადამიანის ისტორიაში ჩინური ზონდი ჩანგე 4 ამ უცნობ სამყაროში ჩამოვიდა. რასაც მან იქ არ მოაჩინა, ფუნდამენტურად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა არა მხოლოდ მთვარის, არამედ მთელი მზის სისტემის ფორმირების შესახებ. მთვარე არის ერთადერთი ციური სხეული, რომელსაც ადამიანი ფეხით შეეხო. ჩვენ მას ყოველღამე ვუყურებთ. ჩვენ მის ზედაპირზე 12 ადამიანი გაგზავნეთ. მაგრამ აი რა საოცარია. ჩვენ მთვარის მხოლოდ ერთ მხარეს ვიცნობთ. მეორე მხარე, რომელიც დედამიწისკენ არასოდეს არის მიბრუნებული, 1000 წლეულების განმავლობაში სრული საიდუმლო იყო. არა იმიტომ, რომ ის ბნელია, ეს ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენაა. მთვარის ეგრეთ წოდებული ბნელ მხარეს მზის სინათლე ზუსტად იმავე რაოდენობით აღწევს, როგორც ხილულ მხარეს. ის ბნელია მხოლოდ ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ მას ვერასოდეს ვხედავთ. და როდესაც ბოლოს მეცნიერებმა შეძლეს ამ მხარის შესწავლა, აღმოაჩინეს რაღაც სრულიად მოულოდნელი. 2019 წელს ოქტომბერში ჩინური კოსმოსური სააგენტო განახორციელებდა მისიას, რომელიც ისტორიულად უპრეცედენტო იყო. ჩანგე 4 ზონდმა უნდა დაეშვა მთვარის უკანა მხარეს, კარმანის კრატერში, რომელიც მდებარეობს სამხრეთ პოლუსეიდკენის აუზში. ეს აუზი არის უდიდესი დადასტურებული იმპაქტური სტრუქტურა მთელ მზის სისტემაში, 2500 კილომეტრი დიამეტრში და 13 კილომეტრი სიღრმეში. წარმოიდგინეთ კრატერი, რომელიც თითქმის მთელ ევროპას დაფარავდა და რომლის სიღრმე 2-ჯერ აღემატება ევერესტის სიმაღლის ნახევარს. ეს არის არა უბრალოდ დიდი ორმო, ეს არის ფანჯარა მთვარის შიდა სტრუქტურაში. ფანჯარა, რომელიც გაიღო 4 მილიარდი წლის წინ, მაშინ, როდესაც დედამიწაზე სიცოცხლე ჯერ კიდევ არ არსებობდა. მისიის სირთულე იყო უპრეცედენტო. მთვარის უკანა მხარეზე დაშვება ნიშნავს სრულ კომუნიკაციის ბლოკადას დედამიწასთან. რადიოტალღები ვერ გადიან მთვარის მასიური სხეულის გავლით. ამიტომ ჩინელმა ინჟინერებმა წინასწარს გაუშვეს სპეციალური სატელიტი, კუეკიაო, რომელიც მთვარის ორბიტაზე განთავსდა და გახდა რელეური სადგური ზონდსა და დედამიწას შორის. ეს იყო პირველი ასეთი სისტემა ადამიანის ისტორიაში. ხელოვნური ხიდი მთვარის ორივე მხარეს შორის. როდესაც ჩანგე 4 დაიწყო დაშვება, მისიის კონტროლის ცენტრში ბეიჯინგში სრული სიჩუმე იყო. ზონდი ავტომატურ რეჟიმში მუშაობდა. დაგვიანებული სიგნალის გამო, რომელიც რამდენიმე წამს სჭირდებოდა დედამიწამდე მისასვლელად, რეალურ დროში მართვა შეუძლებელი იყო. ხელოვნური ინტელექტი დამოუკიდებლად ირჩევდა უსაფრთხო დასაშვებ ადგილს, ანალიზებდა ზედაპირის ტოპოგრაფიას, თავიდან აცილებდა ქანებსა და ღრმა ორმოებს. 10 მინუტის განმავლობაში ზონდი ეშვებოდა უცნობ ლანდშაფტში, სადაც არც ერთი ადამიანის შექმნილი აპარატი არასოდეს ყოფილა. და მაშინ, როდესაც ზონდის ფეხები შეეხო მთვარის ნიადაგს, კამერებმა გადასცეს პირველი სურათები. ის, რაც მეცნიერებმა დაინახეს, აღემატებოდა ყველა მოლოდინს. ზედაპირი იყო სრულიად განსხვავებული იმისგან, რასაც აპოლოს ასტრონავტები ხედავდნენ. არ იყო აქ ბრტყელი, ბასალტური ველები. არ იყო აქ ის ნაცრისფერი მთვრიანი ბარები, რომლებზეც ნილ ამსტრონგმა და ბაზ ოლდრინმა ნაბიჯები დადგეს. ამის ნაცვლად უძველესი მთიანი რელიეფი, სავსე კრატერებით, რომლებიც ერთმანეთს ფარავდა როგორც ისტორიის ფენები. აი რა იყო ყველაზე გასაოცარი. მთვარის ხილული მხარე, რომელსაც ჩვენ ყოველღამე ვხედავთ, დაფარულია ეგრეთ წოდებული ზღვებით, მარია. ეს არის უზარმაზარი ბნელი რეგიონები, რომლებიც რეალურად წარმოადგენს უძველეს ვულკანურ ველებს. მილიარდობით წლის წინ, როდესაც მთვარე ჯერ კიდევ გეოლოგიურად აქტიური იყო, ამ რეგიონებში ლავა ამოდიოდა ზედაპირზე და ავსებდა უზარმაზარ იმპაქტურ აუზებს. ეს ზღვები იკავებს დაახლოებით 30% ხილული მხარის ზედაპირიდან, მაგრამ უკანა მხარეზე მხოლოდ 2%. თითქმის არაფერი. ეს არ არის უბრალოდ რაოდენობრივი განსხვავება. ეს არის ფუნდამენტური გეოლოგიური პარადოქსი. ორი მხარე ერთი და იმავე ციური სხეულისა, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე 1000 კილომეტრით არიან დაშორებული ერთმანეთისგან, აქვთ სრულიად განსხვავებული გეოლოგიური ისტორია. ეს ისეთია, თითქოს დედამიწის ერთ ნახევარში ყველა ვულკანი აქტიური იყოს, ხოლო მეორეში არც ერთი. როგორ არის ეს შესაძლებელი? მეცნიერები 10 წლეულების განმავლობაში ცდილობდნენ ამ საიდუმლოს ახსნას. პირველი ჰიპოთეზები გაჩნდა ჯერ კიდევ 1975 წელს,
როდესაც საბჭოთა ზონდმა ლუნა 3 პირველად გადაიღო მთვარის უკანა მხარის ფოტოები. მაგრამ დაბალი რეზოლუციის სურათები ვერ იძლეოდა საკმარის ინფორმაციას. მხოლოდ 2010 წლებში, როდესაც NASA-ს ორბიტული ზონდები, Lunar Reconnaissance Orbiter და Grail დაწყებული დეტალური კარტოგრაფირება, მეცნიერებმა დაიწყეს ამ განსხვავების რეალური მასშტაბის გააზრება. ერთ-ერთი თეორია ამბობდა, რომ ყველაფერი დაკავშირებული იყო მთვარის ქერქის სისქესთან. გრავიტაციულმა გაზომვებმა აჩვენა, რომ უკანა მხარის ქერქი საშუალოდ 5,000 კილომეტრით უფრო სქელია, ვიდრე ხილული მხარისა. ეს ნიშნავს, რომ როდესაც მთვარის შიდა ნაწილი ცხელი იყო და მასში ლავა მოძრაობდა, ამ ლავას უფრო ადვილად შეეძლო გამოსვლა ზედაპირზე თხელი ქერქის მქონე ხილულ მხარეზე. სქელი ქერქი უკანა მხარეზე მოქმედებდა როგორც ბარიერი, რომელიც აფერხებდა ვულკანურ აქტივობას. მაგრამ ეს ხსნიდა მხოლოდ ნაწილს საიდუმლოებისა. რატომ იყო ქერქის სქელი სწორედ უკანა მხარეზე? რა გამოიწვია ეს ასიმეტრია? და აქ იწყება ისტორია, რომელიც გვიბრუნებს 4 მილიარდი წლის წინანდელ კატასტროფულ მოვლენებამდე. წარმოიდგინეთ მთვარე 4 მილიარდი წლის წინ. ის ახლახან ჩამოყალიბდა, მეცნიერთა უმეტესობის აზრით, უზარმაზარი იმპაქტის შედეგად, როდესაც მარსის ზომის ობიექტი, სახელად თეია, შეეჯახა ახალგაზრდა დედამიწას. ამ შეჯახებიდან გამოფრქვეული ნამსხვრევები ორბიტაზე შეიკრიბა და ჩამოაყალიბა ჩვენი თანამგზავრი. მაშინ მთვარე იყო ცხელი მდნარი სხეული, დაფარული ლავის ოკეანით. მისი ზედაპირი ნელ-ნელა გრილდებოდა და ყალიბდებოდა მყარი ქერქი. მაგრამ ეს გაციება არ იყო ერთგვაროვანი. დედამიწის გრავიტაციული ზემოქმედება, რომელიც ბევრად უფრო ძლიერი იყო მაშინ, როდესაც მთვარე ბევრად უფრო ახლოს იყო, ქმნიდა მოქცევით ჩაკეტვას. იმავე ეფექტს, რომლის გამოც დღესაც მთვარე ყოველთვის ერთი მხარით არის მიბრუნებული დედამიწისკენ. ეს ნიშნავდა, რომ ერთი მხარე მუდმივად უყურებდა დედამიწას, ხოლო მეორე კოსმოსს. და აქ იწყება საინტერესო. 2012 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის სანტა-კრუსის მეცნიერებმა, იან გარიგ ბეთელმა და ფრენსის ნიმომ გამოაქვეყნეს კვლევა, რომელმაც ახალი შუქი მოფინა ამ საკითხზე. მათი კომპიუტერული მოდელირება აჩვენებდა, რომ დედამიწის მოქცევით ჩაკეტვამ შეიძლება გამოიწვია ასიმეტრიული გაციება. ხილული მხარე, რომელიც მუდმივად დედამიწისკენ იყო მიბრუნებული, უფრო სწრაფად გრილდებოდა ვიდრე უკანა მხარე. ეს ნიშნავდა, რომ ქერქი უფრო სწრაფად ყალიბდებოდა ხილულ მხარეზე, ხოლო უკანა მხარე უფრო დიდხანს რჩებოდა ცხელი და პლასტიური. მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. 4 მილიარდი წლის წინ მზის სისტემა იყო ბევრად უფრო ქაოსური ადგილი ვიდრე დღეს. პლანეტები ჯერ კიდევ ასწორებდნენ თავიანთ ორბიტებს. გიგანტური გაზის პლანეტები, იუპიტერი და სატურნი, მიგრირებდნენ შიდა მზის სისტემისკენ და უკან მათი გრავიტაციული ველები აფრქვევდა მილიარდობით ასტეროიდსა და კომეტას. ეს პერიოდი, რომელსაც მეცნიერები უწოდებენ გვიან მძიმე ბომბარდირებას, იყო კატასტროფული დრო ყველა შიდა პლანეტისთვის. მთვარე, რომელსაც არ ჰქონდა ატმოსფერო დასაცავად, იღებდა ამ ბომბარდირების სრულ ძალას. უზარმაზარი ასტეროიდები ეცემოდა მის ზედაპირს. ქმნიდნენ კრატერებს ასობით, ზოგჯერ 1000 კილომეტრის დიამეტრით. ყველაზე დიდი ამ იმპაქტებიდან ქმნიდა არა მხოლოდ კრატერებს, არამედ უზარმაზარ აუზებს, რომლებიც აღწევდა მთვარის მანტიამდე, ცხელ, ნახევრად მდნარ ფენამდე, ქერქის ქვეშ. სამხრეთ პოლუს ეიტკენის აუზი, სადაც ჩანგე 4 დაეშვა, არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და უდიდესი ასეთი სტრუქტურა. როდესაც ობიექტი, რომელიც შესაძლოა 100 კილომეტრის დიამეტრის იყო, შეეჯახა მთვარის სამხრეთ პოლუსთან, ენერგია, რომელიც გამოიყო, იყო ექვივალენტური მილიარდობით ატომური ბომბისა. იმპაქტმა გაარღვია ქერქი და ამოიღო მასალა მანტიიდან. შექმნა უზარმაზარი ორმო, რომელიც დღესაც ჩანს როგორც უდიდესი ნაწიბური მთვარის სხეულზე. ამ კატასტროფული იმპაქტების შემდეგ დაიწყო რაღაც საოცარი. უზარმაზარმა აუზებმა, განსაკუთრებით ხილულ მხარეზე, შექმნეს გზები მთვარის შიდა ცხელი მასალისთვის. მანტიიდან ლავა იწყებდა ამოსვლას ზედაპირზე, ავსებდა ამ უზარმაზარ ორმოებს. ეს პროცესი არ იყო მკისიერი. ის გრძელდებოდა მილიარდობით წლის განმავლობაში, 4 მილიარდიდან დაახლოებით 1 მილიარდ წლამდე წინ. ბასალტური ლავა, რომელიც ამოდიოდა, იყო მუქი ფერის, მდიდარი რკინითა და მაგნიუმით. როდესაც ის გრილდებოდა და მკარდებოდა, ქმნიდა იმ ბნელ, ბრტყელ ველებს, რომლებსაც ჩვენ დღეს ვხედავთ როგორც ზღვებს. მარე იმბრიუმი, მარე სერენიტატისი, მარე ტრანკვილიტატისი. ეს არის არა წყლის ზღვები, არამედ გაქვავებული ლავის უზარმაზარი ველები. თითოეული ასობით 1000 კვადრატული კილომეტრის ფართობის. მაგრამ რატო მოხდა ეს ძირითადად ხილულ მხარეზე? აქ უბრუნდებით ქერქის სისქის საკითხს, მაგრამ უფრო ღრმა გაგებით. 2014 წელს ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა, დაცუკი კოიკემ და თანაავტორებმა გამოაქვეყნეს კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში, რომელმაც დაამატა კიდევ ერთი ნაწილი თავსატეხში.
მათი ანალიზი აჩვენებდა, რომ უკანა მხარის სქელი ქერქი შეიცავდა უფრო მაღალ კონცენტრაციას ელემენტებისა, რომლებსაც უწოდებენ შეუთავსებელ ელემენტებს, ისეთებს როგორიცაა კალიუმი, ფოსფორი და იშვიათი მიწის ელემენტები. ეს ელემენტები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი შეიცავენ რადიოაქტიურ იზოტოპებს, რომლებიც გამოყოფენ სითბოს. უფრო მეტი ასეთი ელემენტი ნიშნავს უფრო მეტ შიდა გათბობას. მაგრამ პარადოქსულად, ეს არ გამოიწვია მეტი ვულკანური აქტივობა უკანა მხარეზე. პირიქით, სქელმა ქერქმა, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა, იმოქმედა როგორც იზოლატორმა, არ აძლევდა ამ სითბოს გამოსვლის საშუალებას. და აქ ჩანგე 4-ის მისია ხდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ზონდს ჰქონდა სპეციალური სპექტრომეტრი, რომელსაც შეეძლო ზედაპირის ქიმიური შემადგენლობის ანალიზი უპრეცედენტო დეტალებით. როდესაც მან დაიწყო ნიმუშების შეგროვება კარმანის კრატერიდან, მეცნიერები ელოდნენ იპოვონ ძირითადად ანორთოზიტი, ღია ფერის ქანი, რომელიც ძირითადად შედგება ფელდსპარისგან და არის ტიპიური მთვარის მაღალმთიანი რეგიონებისთვის. მაგრამ ის, რაც მათ იპოვეს, იყო ბევრად უფრო რთული. ნიმუშები შეიცავდა მაღალ კონცენტრაციას ოლივინისა, მინერალისა, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება მანტიის ქანებში, არა ქერქში. ეს იყო პირდაპირ მტკიცებულება იმისა, რომ სამხრეთ პოლუსეიდკენის უზარმაზარმა იმპაქტმა რეალურად გაარღვია ქერქი და ამოიღო მასალა მთვარის შიდა ნაწილიდან. ეს იყო თითქოს გეოლოგიური ბურღვა, რომელიც აღწევდა ათობით კილომეტრის სიღრმეში. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო იყო აღმოჩენა იშვიათი მიწის ელემენტების შესახებ. ნიმუშები შეიცავდა მნიშვნელოვან რაოდენობას დასტორიუმის, ურანის და სხვა რადიოაქტიური ელემენტების. ეს არ იყო მოულოდნელი. მეცნიერები იცოდნენ, რომ უკანა მხარე მდიდარია ამ ელემენტებით. მაგრამ ჩანგე 4-ის მონაცემებმა პირველად საშუალება მისცა მათ ზუსტად გაეზომათ ეს კონცენტრაციები და გაეგოთ მათი განაწილება. ამ აღმოჩენებმა ახალი ყურადღება მიაპყრო ფენომენს, რომელსაც მეცნიერები უწოდებენ კრიპტერეინს. კრიპ არის აბრევიატურა, რომელიც ნიშნავს კალიუმი, იშვიათი მიწის ელემენტები და ფოსფორი. სამი ელემენტის ჯგუფი, რომელიც კონცენტრირებულია გარკვეულ რეგიონებში მთვარის ზედაპირზე. ეს რეგიონები ძირითადად მდებარეობს ხილული მხარის ეკვატორულ ზონაში და უკანა მხარის ზოგიერთ ნაწილში. კრიპტერეინის წარმოშობა დაკავშირებულია მთვარის ლავის ოკეანის ევოლუციასთან. როდესაც ახალგაზრდა მთვარე გრილდებოდა, მისი გლობალური მაგმის ოკეანე იწყებდა კრისტალიზაციას. მსუბუქი მინერალები, როგორიცაა ფელდსპარი, ცურავდნენ ზედაპირზე და ქმნიდნენ პირველ ქერქს. მძიმე მინერალები ეშვებოდნენ ქვემოთ. მაგრამ ზოგიერთი ელემენტი, მათ შორის კალიუმი, იშვიათი მიწის ელემენტები და ფოსფორი, არ ეტეოდა არც ერთ კატეგორიაში. ისინი რჩებოდნენ ბოლო მდნარ ფრაქციაში, რომელიც კრისტალიზდებოდა ყველაზე ბოლოს. ეს ბოლო ფრაქცია კონცენტრირდებოდა გარკვეულ რეგიონებში და როდესაც შემდგომი ვულკანური აქტივობა მოხდა, ეს მასალა ამოდიოდა ზედაპირზე. შედეგად კრიპტერეინები გახდა ერთ-ერთი ყველაზე გეოქიმიურად უნიკალური რეგიონი მთელ მთვარეზე. და ჩანგე 4 დაეშვა სწორედ ერთ-ერთ ასეთ რეგიონში. მაგრამ შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა არ იყო დაკავშირებული იშვიათ მიწის ელემენტებთან, არამედ ერთ კონკრეტულ იზოტოპთან, გელიუმ-3-თან. ეს არის იზოტოპი გელიუმისა, რომელსაც აქვს 2 პროტონი და 1 ნეიტრონი, განსხვავებით ჩვეულებრივი გელიუმ-4-ისგან, რომელსაც აქვს 2 ნეიტრონი. დედამიწაზე გელიუმ-3 უკიდურესად იშვიათია. მთელ პლანეტაზე არის მხოლოდ რამდენიმე 1000 კილოგრამი. მაგრამ მთვარეზე შეიძლება იყოს მილიონობით ტონა. გელიუმ-3 მოდის მზიდან, მზის ქარის შემამადგენლობაში, ნაწილაკების ნაკადში, რომელიც მუდმივად ემისიებს ჩვენი ვარსკვლავიდან. დედამიწაზე ჩვენ დაცულები ვართ ამ ნაკადისგან მაგნიტური ველით და ატმოსფეროთი, მაგრამ მთვარეს არ აქვს არც ერთი. მილიარდობით წლის განმავლობაში მზის ქარი ბომბარდირებდა მთვარის ზედაპირს და გელიუმ-3 შეიწოვებოდა რეგოლიტში, მტვრიან ფენაში, რომელიც ფარავს მთვარის ქანებს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რადგან გელიუმ-3 არის იდეალური საწვავი თერმობირთული სინთეზისთვის, პროცესისთვის, რომელიც აწარმოებს ენერგიას არა ატომების გახლეჩით, როგორც ჩვეულებრივ ბირთვულ რეაქტორებში, არამედ მათი შერწყმით, როგორც ეს ხდება მზეზე. თერმობირთული სინთეზი გელიუმ-3-თან არის უსაფრთხო, არ წარმოქმნის რადიოაქტიურ ნარჩენებს და შეიძლება უზრუნველყოს თითქმის შეუზღუდავი ენერგია. წარმოიდგინეთ ეს, 1 ტონა გელიუმ-3 თერმობირთულ რეაქტორში გამოყენებული შეიძლება გამოიმუშაოს ენერგია, რომელიც ექვივალენტურია დაახლოებით 15 მილიონი ტონა ნავთობისა. ეს ნიშნავს, რომ მთვარის რეგოლიტში არსებული გელიუმ-3-ის მარაგი, რომელიც შეფასებულია დაახლოებით 1 მილიონ ტონაზე, შეიძლება უზრუნველყოს მთელი კაცობრიობის ენერგეტიკული საჭიროებები 1000ობით წლის განმავლობაში. ეს არ არის მხოლოდ თეორიული შესაძლებლობა. რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი,
აქტიურად იკვლევს გელიუმ-3-ის მოპოვების ტექნოლოგიებს მთვარიდან. ჩინეთის კოსმოსური პროგრამა, რომელმაც უკვე წარმატებით განახორციელა 3 მისია მთვარის ზედაპირზე, ღიად აცხადებს, რომ ერთ-ერთი მათი გრძელვადიანი მიზანია სწორედ გელიუმ-3-ის რესურსების შეფასება და მოპოვების ტექნოლოგიების განვითარება. მაგრამ აქ არის საინტერესო დეტალი. გელიუმ-3-ის კონცენტრაცია არ არის ერთგვაროვანი მთელ მთვარეზე. ის უფრო მაღალია რეგიონებში, სადაც რეგოლითი უფრო ძველია და ჰქონდა უფრო მეტი დრო მზის ქარიშ თანთქმისთვის. და სად არის ყველაზე ძველი რეგოლითი? ძველი რეგოლითი სწორედ მთვარის უკანა მხარეზე, მაღალმთიან რეგიონებში, რომლებიც არასოდეს დაფარულა ახალი ვულკანური ლავით. სამხრეთ პოლუსეიდკენის აუზი, სადაც ჩანგე 4 დაეშვა, წარმოადგენს განსაკუთრებულ ინტერესს არა მხოლოდ გელიუმ-3-ის გამო. ეს რეგიონი არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ადგილი მომავალი ადამიანური ბაზებისთვის მთვარეზე. რატომ? რადგან აქ სამხრეთ პოლუსთან ახლოს არსებობს რაღაც უნიკალური, მუდმივად განათებული მწვერვალები და მუდმივად ჩრდილში მყოფი კრატერები. მუდმივად განათებული მწვერვალები არის ადგილები, სადაც მზის სინათლე თითქმის მუდმივად აღწევს, მთვარის მცირე ღერძული დახრის გამო. ეს ნიშნავს თითქმის უწყვეტ მზის ენერგიას, იდეალურ პირობებს მზის პანელებისთვის. ხოლო მუდმივად ჩრდილში მყოფი კრატერები, რომლებიც მილიარდობით წლის განმავლობაში არასოდეს დაინახეს მზის სინათლე, არის ყინულოვანი ხაფანგები, სადაც ტემპერატურა არასოდეს აღემატება -230 გრადუს ცელსიუსით. და აქ, ამ მუდმივად ჩრდილში მყოფ კრატერებში, მეცნიერები აღმოაჩინეს რაღაც, რაც შეიძლება იყოს კიდევ უფრო ღირებული ვიდრე გელიუმ-3. წყალი. არა თხევადი წყალი, რა თქმა უნდა, ტემპერატურა ძალიან დაბალია ამისთვის. არამედ წყლის ყინული, შერეული რეგოლითში, დაცული მზის სხივებისგან, რომლებიც წინააღმდეგ შემთხვევაში დაშლიდა მას. 2010 წელს NASA-ს მისიამ ელკროსმა დაბომბა მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს მდებარე კაბეუსის კრატერი სპეციალური იმპაქტორით. როდესაც იმპაქტორმა დაარტყა ზედაპირს, ამოიფრქვა ნამსხვრევების ღრუბელი, რომელიც გაანალიზა თანმხლებმა ორბიტულმა ზონდმა. შედეგები იყო სენსაციური. ნამსხვრევებში აღმოაჩინეს არა მხოლოდ წყლის ყინული, არამედ მთელი რიგი სხვა ფრთხილი ნაერთებისა, მათ შორის ამიაკი, მეთანი და თუნდაც ვერცხლის კვალი. ეს აღმოჩენა ფუნდამენტურად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა მთვარის რესურსების შესახებ. წყალი მთვარეზე ნიშნავს არა მხოლოდ სასმელ წყალს მომავალი ასტრონავტებისთვის. წყალი შეიძლება დაიშალოს წყალბადად და ჟანგბადად. წყალბადი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც რაკეტის საწვავი, ხოლო ჟანგბადი როგორც სასუნთქი ჰაერი და ოქსიდატორი. ეს ნიშნავს, რომ მთვარე შეიძლება გახდეს კოსმოსური ბენზინგასამართი სადგური, ადგილი, სადაც კოსმოსური ხომალდები შეძლებენ საწვავის შევსებას გზაში მარსისკენ ან სხვა დანიშნულების ადგილებისკენ. ჩანგე 4-ის მისიამ დაამატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ამ თავსატეხში. ზონდმა არა მხოლოდ შეაგროვა ნიმუშები ზედაპირიდან, არამედ ჩაატარა ღრმა ბურღვა, დაახლოებით 2 მეტრის სიღრმეში. ეს საშუალება მისცა მეცნიერებს შეესწავლათ რეგოლითის სტრატიგრაფია, ფენების თანმიმდევრობა, რომელიც წარმოიქმნა მილიონობით წლის განმავლობაში მიკრომეტეორიტების ბომბარდირებისა და მზის ქარის ზემოქმედების შედეგად. თითოეული ფენა არის როგორც გვერდი მთვარის ისტორიის წიგნში. ღრმა ფენები შეიცავს ინფორმაციას უფრო ძველი პერიოდების შესახებ, როდესაც მზის ქარი შეიძლება განსხვავებული იყო, როდესაც მთვარე უფრო ახლოს იყო დედამიწასთან, როდესაც იმპაქტების სიხშირე უფრო მაღალი იყო. ანალიზი ამ ფენებისა საშუალებას აძლევს მეცნიერებს რეკონსტრუქცია გაუკეთონ არა მხოლოდ მთვარის, არამედ მთელი შიდა მზის სისტემის ისტორიას. და აქ არის რაღაც, რაც ხშირად რჩება უყურადღებო. მთვარის რეგოლითი არის არა მხოლოდ მთვერი, ეს არის არქივი, ყველაზე სრულყოფილი არქივი მზის სისტემის ისტორიისა, რომელიც ჩვენ გვაქვს. დედამიწაზე პლიტების ტექტონიკა, ეროზია და ბიოლოგიური აქტივობა მუდმივად ანადგურებს ძველ ქანებს და ქმნის ახალს. მაგრამ მთვარეზე, სადაც არ არის ატმოსფერო, არ არის წყალი, არ არის ტექტონიკა, ყველაფერი რჩება დაცული. ყოველი იმპაქტი, ყოველი მზის აფეთქება, ყოველი კოსმოსური მოვლენა, ბოლო 4 მილიარდი წლის განმავლობაში დატოვა თავისი კვალი ამ რეგოლითში. მაგრამ როგორ ზუსტად იცოდნენ მეცნიერებმა, რას ეძებდნენ? როგორ შეძლეს მათ იმდენი ინფორმაციის მიღება ერთი ზონდისგან, რომელიც მდებარეობდა 3455 კილომეტრის მოშორებით? პასუხი მდებარეობს ექსპერიმენტების უნიკალურ კომბინაციაში, რომლებიც ჩანგე 4-მა განახორციელა. წარმოიდგინეთ ლაბორატორია, რომელიც მოძრაობს უცხო სამყაროში, სადაც ყოველი ინსტრუმენტი არის თვალი, რომელიც ხედავს რაღაცას, რასაც ადამიანის თვალი ვერასოდეს დაინახავდა. პირველი ინსტრუმენტი იყო პანორამული კამერა, არა უბრალოდ ფოტოაპარატი, არამედ სისტემა,
რომელსაც შეეძლო სამგანზომილებიანი რეკონსტრუქცია გაეკეთებინა ლანდშაფტისა. ყოველი ქანი, ყოველი კრატერი, ყოველი ფერდობი იზომებოდა მილიმეტრული სიზუსტით. უსტით. მეორე იყო სპექტრომეტრი, რომელიც აანალიზებდა სინათლის ასახვას ზედაპირიდან. სხვადასხვა მინერალები ასახავენ სინათლეს სხვადასხვა ტალღის სიგრძეზე. ეს არის მათი უნიკალური ხელმოწერა, მათი ქიმიური პასპორტი. ოლივინი ასახავს სინათლეს ერთნაირად, პიროქსენი სხვანაირად, ფელდსპარი კიდევ სხვანაირად. მესამე ინსტრუმენტი იყო გრუნტის რადარი, მოწყობილობა, რომელიც აგზავნიდა რადიოტალღებს ზედაპირის ქვეშ და იღებდა მათ ასახვას. ეს იყო თითქოს რენტგენი მთვარისთვის, რომელიც საშუალებას აძლევდა მეცნიერებს დაენახათ, რა იყო რეგოლითის ქვეშ. რამდენი ფენა არსებობდა, რა სისქის იყო ისინი, არსებობდა თუ არა დამარხული კრატერები ან ძველი ლავის ნაკადები. ჩანგე 4-ის რადარმა შეძლო გამოკვლევა 50 მეტრის სიღრმემდე. ეს იყო უპრეცედენტო მიღწევა. მეოთხე იყო ნეიტრონული დეტექტორი, რომელიც იზომავდა კოსმოსური გამოსხივების ურთიერთქმედებას მთვარის ნიადაგთან. როდესაც კოსმოსური სხივები ეჯახება რეგოლითს, ისინი წარმოქმნიან ნეიტრონებს. ამ ნეიტრონების ენერგია და რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, რა ელემენტებია ნიადაგში. განსაკუთრებით წყალბადის არსებობა, რაც შეიძლება მიუთითებდეს წყლის ყინულზე, ძალიან ცვლის ნეიტრონების სპექტრს. და აქ იწყება რაღაც ფასცინაციური. ჩანგე 4 არ მუშაობდა იზოლირებულად. მთვარის ორბიტაზე იმავდროულად იყო NASA-ს Lunar Reconnaissance ორბიტერი, რომელიც 10 წლის განმავლობაში აგროვებდა მონაცემებს მთელი მთვარის შესახებ. იყო ინდოეთის Chandrayaan 2, რომელიც სპეციალიზირებული იყო წყლის ძიებაში. ბაში. იყო იაპონიის კაგუია, რომელმაც შექმნა ყველაზე დეტალური ტოპოგრაფიული რუკა მთვარისა. ყველა ეს მისია მუშაობდა როგორც ერთი გლობალური ქსელი, როგორც ერთი გიგანტური ინსტრუმენტი, რომელიც შეისწავლიდა ერთსა და იმავე ობიექტს სხვადასხვა კუთხიდან. წარმოიდგინეთ ეს როგორც ორკესტრი. ჩანგე 4 იყო სოლისტი, რომელიც უკრავდა ზედაპირზე, უშუალო კონტაქტში ქანებთან. ორბიტული ზონდები იყო აკომპანიატორები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ კონტექსტს, აჩვენებდნენ დიდ სურათს. და დედამიწაზე ათასობით მეცნიერი, ასობით ლაბორატორიაში იყო დირიჟორი, რომელიც აერთიანებდა ყველა ამ მონაცემს ერთ კოჰერენტულ ნარატივში. მაგალითად, როდესაც ჩანგე 4 სპექტრომეტრმა აღმოაჩინა მაღალი კონცენტრაცია ოლივინისა ერთ კონკრეტულ ადგილას, მეცნიერებმა შეადარეს ეს მონაცემები Lunar Reconnaissance ორბიტერის გლობალურ რუკებთან. აღმოჩნდა, რომ ეს ადგილი იყო ნაწილი უფრო დიდი სტრუქტურისა, ძველი იმპაქტური კრატერისა, რომელიც თითქმის სრულად დამარხული იყო შემდგომი იმპაქტების ნამსხვრევებით. ოლივინი იყო მასალა, რომელიც ამოიღო ამ ძველმა იმპაქტმა მანტიიდან და რომელიც მილიარდობით წლის განმავლობაში იწვა დაფარული, სანამ ჩანგე 4 არ მოვიდა და არ აღმოაჩინა ის. ან აიღეთ წყლის საკითხი. ჩანგე 4-ის ნეიტრონულმა დეტექტორმა აღმოაჩინა ანომალია. რეგიონი, სადაც ნეიტრონების ნაკადი იყო უფრო დაბალი, ვიდრე მოსალოდნელი. ეს შეიძლება მიუთითებდეს წყალბადის არსებობაზე, მაგრამ იყო ეს რეალურად წყალი, თუ უბრალოდ წყალბადი, რომელიც იმპლანტირებული იყო მზის ქარით. მეცნიერებმა შეადარეს ეს მონაცემები ინდოეთის Chandrayaan 2-ის ინფრაწითელი სპექტრომეტრის მონაცემებთან, რომელიც სპეციალიზირებული იყო წყლის მოლეკულების დეტექტირებაში. ორივე ინსტრუმენტი აჩვენებდა ერთსა და იმავეს. აქ, ამ კონკრეტულ რეგიონში, რეალურად იყო წყლის მოლეკულები, შერეული რეგოლითში. მაგრამ ყველაზე რევოლუციური იყო არა ის, რაც ჩანგე 4-მა იპოვა ზედაპირზე, არამედ ის, რაც მან იპოვა ზედაპირის ქვეშ. გრუნტის რადარმა გამოავლინა რაღაც მოულოდნელი. რეგოლითის ქვეშ, დაახლოებით 12 მეტრის სიღრმეზე, იყო ფენა, რომელიც სრულიად განსხვავებული იყო ყველაფრისგან, რაც ზემოთ იყო. ეს ფენა იყო უფრო მკვრივი, უფრო ერთგვაროვანი და მისი რადარული ხელმოწერა მიუთითებდა, რომ ეს შეიძლება იყოს არა რეგოლითი, არამედ ძველი ლავის ნაკადი. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს. 12 მეტრის სიღრმეზე დამარხული ლავის ნაკადი ნიშნავს, რომ ამ ადგილას მილიარდობით წლის წინ იყო ვულკანური აქტივობა. ლავა ამოვიდა ზედაპირზე, გაიფანტა, გაციებულა და გამკარდა. შემდეგ მილიონობით წლის განმავლობაში მიკრომეტეორიტების ბომბარდირებამ ნელ-ნელა დაფარა ეს ლავა რეგოლითის ფენით, მეტრის მიყოლებით, როგორც თოვლი, რომელიც ნელა აგროვებს სიღრმეს. მაგრამ აქ არის საინტერესო. ეს ლავის ნაკადი იყო მთვარის უკანა მხარეზე, რეგიონში, სადაც თითქმის არ არის ვულკანური ზღვები. ეს ნიშნავდა, რომ ვულკანური აქტივობა უკანა მხარეზე არ იყო სრულად არარსებული. ის უბრალოდ იყო ბევრად უფრო შეზღუდული, ბევრად უფრო ლოკალიზებული. და ეს ლავის ნაკადი, დამარხული 12 მეტრის სიღრმეზე, იყო მოწმე იმ ეპოქისა, როდესაც მთვარე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო,
როდესაც მისი შიდა ნაწილი ჯერ კიდევ საკმარისად ცხელი იყო, რომ გამოეგზავნა მაგმა ზედაპირზე. გადარმა გამოავლინა კიდევ რაღაც, უფრო ღრმად. დაახლოებით 35 მეტრის სიღრმეზე იყო კიდევ ერთი ფენა და შემდეგ კიდევ ერთი, დაახლოებით 35 მეტრის სიღრმეზე. ეს იყო როგორც გეოლოგიური ტორტი, სადაც ყოველი ფენა წარმოადგენდა სხვადასხვა ეპოქას მთვარის ისტორიაში. ყველაზე ღრმა ფენა იყო ყველაზე ძველი, შესაძლოა 3 ან თუნდაც 4 მილიარდი წლის წინანდელი. შუა ფენა შესაძლოა 2 მილიარდი წლის. ზედა ფენა შესაძლოა 1 მილიარდი წლის ან უფრო ახალი. ეს მრავალფენოვანი სტრუქტურა მიუთითებდა რაღაცაზე ფუნდამენტურზე. მთვარის უკანა მხარეზე ვულკანური აქტივობა არ იყო ერთჯერადი მოვლენა. ის იყო ხანგრძლივი პროცესი, რომელიც გრძელდებოდა მილიარდობით წლის განმავლობაში, მაგრამ ბევრად უფრო შეზღუდული მასშტაბით ვიდრე ხილულ მხარეზე. ყოველი ლავის ნაკადი წარმოადგენდა მომენტს, როდესაც მთვარის შიდა სითბომი იპოვა გზა ზედაპირზე, გაარღვია სქელი ქერქი და გამოვიდა მცირე რაოდენობით. მაგრამ რატომ ხდებოდა ეს პერიოდულად? რატომ არა ერთხელ და ყველაფერი? პასუხი მდებარეობს იმპაქტების ისტორიაში. ყოველი დიდი იმპაქტი, რომელიც ქმნიდა უზარმაზარ კრატერს, არა მხოლოდ ამოიღებდა მასალას ზედაპირიდან. ის ასევე ქმნიდა ბზარებს ქერქში, გზებს, რომლებიც საშუალებას აძლევდა მაგმას ამოსვლას. ეს იყო როგორც უსაფრთხოების სარქველი, რომელიც პერიოდულად იხსნებოდა და აძლევდა შიდა წნევას გამოსვლის საშუალებას. ჩანგე-4-ის მონაცემებმა საშუალება მისცა მეცნიერებს რეკონსტრუქცია გაეკეთებინათ ამ პროცესის ქრონოლოგია. პირველი ფაზა, დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ, იყო ყველაზე ინტენსიური. მაშინ მთვარე ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მისი შიდა ნაწილი ცხელი და დიდი იმპაქტები ხშირი. ყოველი დიდი იმპაქტი იწვევდა ვულკანურ აქტივობას, რომელიც გრძელდებოდა მილიონობით წლის განმავლობაში. მეორე ფაზა, დაახლოებით 3-დან 2 მილიარდ წლამდე წინ, იყო უფრო ზომიერი. მთვარე გრილდებოდა, იმპაქტები უფრო იშვიათი ხდებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ იყო საკმარისი შიდა სითბო, რომ პერიოდულად გამოეგზავნა ლავა. ეს იყო ფაზა, როდესაც ხილულ მხარეზე ყალიბდებოდა უმეტესი ვულკანური ზღვები, მარე იმბრიუმი, მარე სერენიტატისი და სხვები. მესამე ფაზა, დაახლოებით 2 მილიარდი წლის წინ და შემდეგ, იყო ფაზა დაქვითვებისა. ვულკანური აქტივობა თითქმის სრულად შეწყდა. მთვარე გახდა გეოლოგიურად მკვდარი სხეული. მხოლოდ იშვიათი მცირე ლავის ნაკადები ჯერ კიდევ ხდებოდა ზოგიერთ ადგილას, მაგრამ ისინი იყო გამონაკლისი, არა წესი. მაგრამ ჩანგე-4-მა აღმოაჩინა რაღაც, რაც კიდევ უფრო საინტერესო იყო ვიდრე უბრალოდ ლავის ნაკადების ქრონოლოგია. როდესაც ზონდმა გააანალიზა ნიმუშების ქიმიური შემადგენლობა, აღმოაჩინა, რომ სხვადასხვა ფენებს ჰქონდათ სხვადასხვა ქიმიური ხელმოწერა. ზედა ფენები, რომლებიც უფრო ახალი იყო, შეიცავდა უფრო მაღალ კონცენტრაციას ტიტანის და რკინისა. ღრმა ფენები, რომლებიც უფრო ძველი იყო, შეიცავდა უფრო მაღალ კონცენტრაციას მაგნიუმისა და კალციუმისა. ეს არ იყო შემთხვევითი განსხვავება. ეს იყო ფუნდამენტური მტკიცებულება იმისა, რომ მთვარის მანტია, ფენა, ქერქისა და ბირთვის შორის არ იყო ერთგვაროვანი. ის იყო სტრატიფიცირებული, დაყოფილი ფენებად სხვადასხვა შემადგენლობით. და როდესაც ვულკანური აქტივობა ხდებოდა სხვადასხვა დროს, ის იღებდა მაგმას სხვადასხვა სიღრმიდან, სხვადასხვა ფენებიდან და ამიტომ ლავას ჰქონდა სხვადასხვა. წარმოიდგინეთ მთვარის შიდა სტრუქტურა როგორც ხახვი. ყველაზე გარე ფენა, ქერქი, არის თეთრი, შედგება ძირითადად ფელცპარისგან. შემდეგი ფენა, ზედა მანტია, არის მუქი მწვანე, მდიდარი ოლივინით და პიროქსენით. უფრო ღრმა ფენა, შუა მანტია, არის უფრო მუქი, მდიდარი რკინითა და ტიტანით. და ყველაზე ღრმა ფენა, ქვედა მანტია, შეიძლება შეიცავდეს კიდევ უფრო მძიმე ელემენტებს. როდესაც ადრეული ვულკანური აქტივობა ხდებოდა 4 მილიარდი წლის წინ, მაგმა მოდიოდა ღრმა ფენებიდან, რადგან მთვარე ჯერ კიდევ ძალიან ცხელი იყო და კონვექცია აღწევდა დიდ სიღრმეებამდე. ეს მაგმა იყო მდიდარი მაგნიუმით და კალციუმით. მაგრამ როდესაც მთვარე გრილდებოდა, კონვექცია სუსტდებოდა და გვიანდელი ვულკანური აქტივობა იღებდა მაგმას უფრო ზედაპირული ფენებიდან, რომლებიც იყო მდიდარი ტიტანითა და რკინით. მაგრამ როგორ იცოდნენ მეცნიერებმა ზუსტად რამდენი წლის იყო ეს ფენები? აქ მოდის თამაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი გეოლოგიაში – რადიომეტრული დათარიღება. ზოგიერთი ელემენტი, როგორიცაა ურანი, ტორიუმი და კალიუმი, არის რადიოაქტიური. ისინი ნელა იშლებიან სხვა ელემენტებად. ურანი იშლება ტყვიად, კალიუმი არგონად. ეს დაშლა ხდება მუდმივი სიჩქარით, რომელიც არ იცვლება არანაირი გარე პირობებით. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ იზომავთ, რამდენი მშობელი ელემენტია დარჩენილი და რამდენი შვილობილი ელემენტია წარმოქმნილი, შეგიძლიათ გამოთვალოთ, რამდენი ხანია ეს ქანი არსებობს. ეს არის როგორც კოსმოსური საათი, რომელიც იწყებს ტიკ-ტაკს იმ მომენტიდან, როდესაც ქანი ყალიბდება და არასოდეს ჩერდება.
ჩანგე-4-მა შეაგროვა ნიმუშები, რომლებიც შეიცავდა ამ რადიოაქტიურ ელემენტებს. როდესაც ეს ნიმუშები დაბრუნდა დედამიწაზე, რაც მოხდა 2021 წელს, როდესაც ჩანგე-5-ის მისიამ წარმატებით დააბრუნა ნიმუშები მთვარიდან, მეცნიერებმა შეძლეს მათი დეტალური ანალიზი ლაბორატორიებში. გამოყენებული იქნა მას სპექტრომეტრია, ტექნიკა, რომელიც საშუალებას აძლევს გაიზომოს ატომების რაოდენობა უკიდურესი სიზუსტით. შედეგები იყო გასაოცარი. ზოგიერთი ნიმუში იყო 3 მილიარდ 900 მილიონი წლის ძველი, სხვები 3 მილიარდ 400 მილიონი წლის. ეს ნიშნავდა, რომ ვულკანური აქტივობა ამ რეგიონში გრძელდებოდა მინიმუმ 500 მილიონი წლის განმავლობაში. პერიოდი, რომელიც თითქმის შეუძლებელია წარმოსადგენი ადამიანური დროის მასშტაბით. 500 მილიონი წელი. ეს არის დრო, რომლის განმავლობაშიც დედამიწაზე მრავალუჯრედიანი ორგანიზმები ევოლუციონირდნენ, პრიმიტიული ფორმებიდან კომპლექსურ ცხოველებამდე. მაგრამ რადიომეტრული დათარიღება არ იყო ერთადერთი მეთოდი, რომელიც მეცნიერებმა გამოიყენეს. იყო კიდევ ერთი, უფრო ვიზუალური მეთოდი – კრატერების დათვლა. იდეა მარტივია. რაც უფრო ძველია ზედაპირი, მით უფრო მეტი კრატერი აქვს, რადგან მას ჰქონდა უფრო მეტი დრო იმპაქტების მისაღებად. ახალი ზედაპირი, როგორიცაა ახლახან გაციებული ლავის ნაკადი, იწყებს ნულიდან. მას არ აქვს კრატერები. მაგრამ დროთა განმავლობაში, როგორც მიკრომეტეორიტები და ასტეროიდები ეცემა მას, კრატერები იწყებს დაგროვებას. მეცნიერებმა იციან, რა სიჩქარით ხდება ეს დაგროვება, რადგან მათ შეუძლიათ დააკვირდნენ თანამედროვე იმპაქტებს და შეადარონ კრატერების სიმკვრივე რეგიონებში, რომელთა ასაკიც ცნობილია რადიომეტრული დათარიღებით. ეს საშუალებას აძლევს მათ შექმნან კრატერების ქრონოლოგია, კალიბრაციული მრუდი, რომელიც აკავშირებს კრატერების სიმკვრივეს ასაკთან. ჩანგე-4-ის პანორამულმა კამერამ გადაიღო 1000-ობით სურათი გარშემომყოფი ლანდშაფტისა. ამ სურათებზე მეცნიერებმა დაითვალეს კრატერები, არა მხოლოდ დიდი, რომლებიც ჩანდა თვალით, არამედ მცირე მილიმეტრის ზომის კრატერები, რომლებიც წარმოქმნილი იყო მიკრომეტეორიტების მიერ. ყოველი კრატერი იყო მონაცემთა წერტილი. ყოველი მონაცემთა წერტილი იყო ნაწილი სტატისტიკური ანალიზისა. შედეგები ადასტურებდა რადიომეტრულ დათარიღებას. რეგიონები, სადაც იყო ნაკლები კრატერები, იყო ახალი, დაახლოებით 3 მილიარდი წლის. რეგიონები, სადაც იყო მეტი კრატერები, იყო ძველი, დაახლოებით 4 მილიარდი წლის. მაგრამ იყო კიდევ რაღაც საინტერესო. კრატერების განაწილება არ იყო ერთგვაროვანი. ზოგიერთ ადგილას იყო კლასტერები, ჯგუფები კრატერებისა, რომლებიც ახლოს იყო ერთმანეთთან. ეს მიუთითებდა, რომ ეს კრატერები შეიძლება წარმოქმნილიყო ერთი მოვლენით, ასტეროიდის დაშლით, რომელმაც შექმნა მრავალი ფრაგმენტი, რომლებიც ერთდროულად დაეცა ახლომდებარე ადგილებში. მაგრამ შესაძლოა, ყველაზე მოულოდნელი აღმოჩენა იყო დაკავშირებული მაგნიტურ ველთან. დღეს მთვარეს არ აქვს გლობალური მაგნიტური ველი, განსხვავებით დედამიწისა, რომელსაც აქვს ძლიერი, მაგრამ რატომ გაქრა მთვარის მაგნიტური ველი? პასუხი მდებარეობს მთვარის ბირთვში. მაგნიტური ველი გენერირებულია დინამო ეფექტით, პროცესით, სადაც თხევადი ელექტროგამტარი მასალა მოძრაობს და ქმნის ელექტრულ დენებს, რომლებიც თავის მხრივ ქმნიან მაგნიტურ ველს. დედამიწაზე ეს ხდება გარე ბირთვში, რომელიც შედგება თხევადი რკინისა და ნიკელისგან. მაგრამ მთვარის ბირთვი ბევრად უფრო პატარაა, დაახლოებით 350 კილომეტრს დიამეტრში, შედარებით დედამიწის ბირთვის 3470 კილომეტრთან. პატარა ბირთვი ნიშნავს, რომ ის უფრო სწრაფად კარგავს სითბოს. და როდესაც ბირთვი გრილდება, ის მყარდება. მყარი ბირთვი ვერ ქმნის დინამო ეფექტს, რადგან მასში არ არის თხევადი მოძრაობა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მთვარის ბირთვი დაიწყო მყარდება დაახლოებით 3 მილიარდი წლის წინ და სწორედ ამიტომ გაქრა მაგნიტური ველი. ჩანგე-4-ის მაგნიტური მონაცემები ადასტურებს ამ თეორიას. ძველი ლავის ნაკადები, რომლებიც 4 მილიარდი წლის წინანდელია, აჩვენებენ ძლიერ მაგნიტურ ხელმოწერას, ხოლო უფრო ახალი ნაკადები, რომლებიც 3 მილიარდი წლის წინანდელია, აჩვენებენ ბევრად უფრო სუსტს. მაგრამ ჩანგე-4-ს ჰქონდა კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომელიც იყო განსაკუთრებით ფასეული – სეისმომეტრი. ეს იყო პირველი სეისმომეტრი მთვარის უკანა მხარეზე. აპოლოს მისიებმა დატოვეს სეისმომეტრები ხილულ მხარეზე და ისინი მუშაობდნენ რამდენიმე წლის განმავლობაში. აღრიცხავდნენ მთვარის ძვრებს, მცირე მიწის ძვრებს, რომლებიც ხდება მთვარეზე. მაგრამ ყველა ეს სეისმომეტრი იყო ერთ მხარეზე, რაც ნიშნავდა, რომ მეცნიერებს არ ჰქონდათ სრული სურათი მთვარის შიდა სტრუქტურის შესახებ. ჩანგე-4-ის სეისმომეტრმა შეავსო ეს ხარვეზი. ის აღრიცხავდა ძვრებს უკანა მხარეზე და როდესაც ეს მონაცემები შედარდა აპოლოს სეისმომეტრების მონაცემებთან, მეცნიერებმა შეძლეს შექმნათ უფრო სრული სამგანზომილებიანი მოდელი მთვარის შიდა სტრუქტურისა.
ეს იყო როგორც ტომოგრაფია, ისევე როგორც ექიმები იყენებენ რენტგენს სხვადასხვა კუთხიდან, რომ შექმნან სამგანზომილებიანი სურათი სხეულის შიდა ორგანოებისა, მეცნიერები იყენებენ სეისმურ ტალღებს სხვადასხვა კუთხიდან, რომ შექმნან სამგანზომილებიანი სურათი მთვარის შიდა სტრუქტურისა. შედეგები აჩვენა რაღაც მოულოდნელს. მთვარის მანტია არ იყო სრულიად მყარი. ღრმად დაახლოებით 1000 კილომეტრის სიღრმეზე იყო რეგიონი, სადაც სეისმური ტალღები მოძრაობდნენ უფრო ნელა. ეს მიუთითებდა, რომ ამ რეგიონში მასალა შეიძლება იყოს ნაწილობრივ მდნარი, არასრულიად თხევადი როგორც ლავა, მაგრამ არც სრულიად მყარი როგორც ქანი. ეს იყო როგორც პლასტილინი, მასალა, რომელიც შეიძლება დეფორმირდეს და მოძრაობდეს, მაგრამ ძალიან ნელა. ეს აღმოჩენა იყო მნიშვნელოვანი, რადგან ის ნიშნავდა, რომ მთვარე არ არის სრულიად მკვდარი გეოლოგიურად. მისი შიდა ნაწილი ჯერ კიდევ ინარჩუნებდა გარკვეულ სითბოს. გარკვეულ სითბოს, ჯერ კიდევ აქვს გარკვეული დინამიკა. ეს სითბო მოდის ორი წყაროდან. ერთი არის რადიოაქტიური ელემენტების დაშლა, ურანი, ტორიუმი და კალიუმი, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს მანტიაში, ნელა იშლებიან და გამოყოფენ სითბოს. მეორე არის მოქცევითი ენერგია. დედამიწის გრავიტაციული ზემოქმედება ქმნის მოქცევით ძალებს, რომლებიც ოდნავ დეფორმირებს მთვარეს და გამოყოფს სითბოს ხახუნის გამო. მაგრამ ჩანგე 4-ის ყველაზე პრაქტიკული მნიშვნელობა იყო არა მხოლოდ სამეცნიერო აღმოჩენები, არამედ რესურსების რუკის შექმნა. ყოველი ინსტრუმენტი, ყოველი გაზომვა, ყოველი ანალიზი ამატებდა ინფორმაციას იმ შესახებ, სად არის რა რესურსები. გელიუმ-3-ის კონცენტრაცია, სად არის ის ყველაზე მაღალი. იშვიათი მიწის ელემენტები, სად არის მათი ყველაზე მდიდარი საბადოები. წყლის ყინული, სად არის ის ყველაზე ხელმისაწვდომი. ეს ინფორმაცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მომავალი მთვარის ბაზებისთვის. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გეგმავთ მთვარის ბაზის მშენებლობას. სად უნდა განათავსოთ ის? თქვენ გჭირდებათ რამდენიმე რამ. პირველი, ენერგია. ეს ნიშნავს მზის სინათლეს, ამიტომ თქვენ გჭირდებათ ადგილი, სადაც მზის სინათლე ხელმისაწვდომია უმეტეს დროს. მეორე, წყალი. ეს ნიშნავს ახლოს უნდა იყოს წყლის ყინულის საბადოები. მესამე, მშენებლობის მასალები. ეს ნიშნავს რეგოლიც, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბეტონის დასამზადებლად. მეოთხე, დაცვა რადიაციისგან. ეს ნიშნავს ადგილს, სადაც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბუნებრივი ფორმაციები, როგორიცაა ლავის მილები ან კრატერები, როგორც თავშესაფარი. სამხრეთ პოლუს ეიტკენის აუზი აკმაყოფილებს ყველა ამ კრიტერიუმს. აქ არის მუდმივად განათებული მწვერვალები, სადაც მზის პანელები შეიძლება მუშაობდეს თითქმის უწყვეტად. აქ არის მუდმივად ჩრდილში მყოფი კრატერები, სადაც არის წყლის ყინული. აქ არის უხვი რეგოლითი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მშენებლობისთვის. და აქ არის ღრმა კრატერები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ბუნებრივი თავშესაფარი კოსმოსური რადიაციისგან. და სწორედ ამიტომ ჩანგე 4-ის მისია იყო მხოლოდ დასაწყისი. ჩინეთი უკვე გეგმავს შემდგომ მისიებს, ჩანგე 6, ჩანგე 7, ჩანგე 8, რომლებიც გააგრძელებენ სამხრეთ პოლუსის შესწავლას. მაგრამ ჩინეთი არ არის მარტო. ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებს არტემის პროგრამას, რომლის მიზანია ასტრონავტების დაბრუნება მთვარეზე 2025 წლისთვის. და პირველი დანიშნულების ადგილი ასევე იქნება სამხრეთ პოლუსი. რუსეთი და ინდოეთი ასევე გეგმავენ საკუთარ მისიებს. ევროპული კოსმოსური სააგენტო მუშაობს კონცეფციაზე მთვარის სოფლისა, მუდმივი ბაზისა, რომელიც შეიძლება განთავსდეს სამხრეთ პოლუსთან ახლოს. ეს არის ახალი კოსმოსური რბოლა, მაგრამ განსხვავებული ვიდრე ცივი ომის დროინდელი. მაშინ რბოლა იყო იდეოლოგიური. ვინ მიაღწევს მთვარეს პირველი, ვინ დაამტკიცებს თავის უპირატესობას. ახლა რბოლა არის პრაქტიკული. ვინ მოიპოვებს რესურსებს, ვინ დაარსებს პირველ მუდმივ ბაზას, ვინ შექმნის ინფრასტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს კაცობრიობას გახდეს მრავალპლანეტარული სახეობა. და აქ არის რაღაც ფუნდამენტური. მთვარე აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ინტერესის ობიექტი. ის ხდება ეკონომიკური ინტერესის ობიექტი. გელიუმ-3, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თერმობირთული სინთეზისთვის, შეფასებულია ტრილიონობით დოლარად. იშვიათი მიწის ელემენტები, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის, სმარტფონებიდან ელექტრომობილებამდე, ასევე არის უხვად მთვარეზე. წყალი, რომელიც შეიძლება გარდაიქმნას რაკეტის საწვავად, შეიძლება გახადოს მთვარე კოსმოსური ბენზინგასამართი სადგური, რაც დრამატულად შეამცირებს კოსმოსური მოგზაურობის ღირებულებას. მაგრამ აქ არის პრობლემა. არ არსებობს მკაფიო საერთაშორისო კანონი, რომელიც არეგულირებს მთვარის რესურსების მოპოვებას. 1967 წელს მიღებული იქნა კოსმოსური ხელშეკრულება, რომელიც აცხადებს, რომ კოსმოსი, მათ შორის მთვარე, არის საერთო მემკვიდრეობა კაცობრიობისა და არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია მოითხოვოს სუვერენიტეტი მასზე.
მაგრამ ეს ხელშეკრულება არაფერს ამბობს რესურსების მოპოვების შესახებ. შეიძლება თუ არა კერძო კომპანია მოიპოვოს გელიუმ 3 მთვარიდან და გაპიდოს ის. შეიძლება თუ არა ქვეყანამ დაარსოს ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა გარკვეულ რეგიონში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2015 წელს მიიღო კანონი, რომელიც აძლევს ამერიკულ კომპანიებს უფლებას მოიპოვონ და ფლობდნენ რესურსებს ასტეროიდებიდან და სხვა ციური სხეულებიდან, მათ შორის მთვარიდან. ლუქსემბურგმა მიიღო მსგავსი კანონი. მაგრამ ბევრი ქვეყანა ამბობს, რომ ეს კანონები ეწინააღმდეგება კოსმოსურ ხელშეკრულებას. ეს არის იურიდიული ვაკუუმი, რომელიც შეიძლება გახდეს კონფლიქტის წყარო მომავალში. წარმოიდგინეთ სცენარი. ჩინური კომპანია იწყებს გელიუმ 3-ის მოპოვებას, კონკრეტულ რეგიონში, სამხრეთ პოლუსთან ახლოს. ამერიკული კომპანია ამბობს, რომ მათ ასევე აქვთ უფლება იმუშაონ იმავე რეგიონში. ვინ გადაწყვეტს ამ დავას? არ არსებობს საერთაშორისო სასამართლო კოსმოსური საკითხებისთვის. არ არსებობს საერთაშორისო პოლიცია, რომელიც აღასრულებს წესებს. ეს არის ველური დასავლეთი, მაგრამ კოსმოსში. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, მთვარის ეკონომიკა უკვე იწყებს ფორმირებას. კერძო კომპანიები, როგორიცაა SpaceX-ი, Blue Origin-ი და სხვები, ავითარებენ ტექნოლოგიებს მთვარეზე ტვირთების მიწოდებისთვის. NASA უკვე დაუკვეთა კერძო კომპანიებს მთვარის ლენდერების შექმნა. ჩინეთი თანამშრომლობს რუსეთთან საერთო მთვარის ბაზის პროექტზე. ევროპული კოსმოსური სააგენტო მუშაობს ტექნოლოგიებზე, რომლებიც საშუალებას მისცემს გამოიყენონ მთვარის რეგოლითი სამშენებლო მასალად. და აქ არის რაღაც ფასცინაციური. მთვარის ეკონომიკა შეიძლება არ იყოს დაფუძნებული იმაზე, რაც მოიპოვება მთვარიდან და მოიტანება დედამიწაზე. ის შეიძლება იყოს დაფუძნებული იმაზე, რაც მოიპოვება მთვარეზე და გამოიყენება კოსმოსში. წარმოიდგინეთ, წყალი, რომელიც მოიპოვება მთვარის პოლუსებზე, გარდაიქმნება წყალბადად და ჟანგბადად. ეს საწვავი გამოიყენება რაკეტების გასავსებად, რომლებიც მიემართებიან მარსისკენ. რატომ? რადგან მთვარის გრავიტაცია არის მხოლოდ 1/6 დედამიწისა. ეს ნიშნავს, რომ საწვავის გაშვება მთვარიდან მოითხოვს 6-ჯერ ნაკლებ ენერგიას ვიდრე დედამიწიდან. ეს ქმნის ეკონომიკურ ლოგიკას. დედამიწიდან გაიშვი ცარიელი რაკეტა, შეავსე ის მთვარეზე და შემდეგ გაგზავნე მარსისკენ. ეს არის ბევრად უფრო ეფექტური ვიდრე მთელი საწვავის ატანა დედამიწიდან. და ეს ნიშნავს, რომ მთვარე ხდება არა დანიშნულების ადგილი, არამედ გზის სადგური. ადგილი, სადაც კოსმოსური ხომალდები ჩერდებიან, ივსებიან საწვავით, იღან საწვავით, იღებენ მარაგებს და აგრძელებენ მოგზაურობას. მაგრამ ყველა ეს ხედვა მოითხოვს ტექნოლოგიებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არსებობს, ან არის ძალიან ადრეულ სტადიაზე. როგორ მოიპოვებთ წყალს მთვარის რეგოლითიდან? ერთი მეთოდი არის გათბობა. თქვენ იღებთ რეგოლითს, აცხელებთ მას რამდენიმე ასეულ გრადუსამდე და წყალი აორთქლდება. შემდეგ თქვენ აკონდენსირებთ ამ ორთქლს და იღებთ თხევად წყალს. მაგრამ ეს მოითხოვს ბევრ ენერგიას. სად მიიღებთ ამ ენერგიას? მზის პანელებიდან. მაგრამ მზის პანელები მუშაობს მხოლოდ მზის სინათლეზე და მთვარის ღამე გრძელდება 14 დღის განმავლობაში. ალტერნატივა არის ბირთვული რეაქტორები. მცირე კომპაქტური ბირთვული რეაქტორები, რომლებიც შეიძლება მიწოდებულ იქნას მთვარეზე და უზრუნველყოფდეს უწყვეტ ენერგიას. NASA და სხვა სააგენტოები მუშაობენ ასეთი რეაქტორების განვითარებაზე. მაგრამ ისინი უნდა იყოს უსაფრთხო, საიმედო და ადვილად ტრანსპორტირებადი. ეს არის ინჟინერული გამოწვევა, მაგრამ არა შეუძლებელი. შემდეგი გამოწვევაა მშენებლობა. როგორ ააშენებთ სტრუქტურებს მთვარეზე? თქვენ ვერ მოიტანთ ყველა მასალას დედამიწიდან, ეს იქნება ძალიან ძვირი. თქვენ უნდა გამოიყენოთ ლოკალური მასალები. მთვარის რეგოლითი შეიძლება გამოყენებული იქნას ბეტონის დასამზადებლად, არა ჩვეულებრივი ბეტონი, რომელიც მოითხოვს წყალს, არამედ სპეციალური ბეტონი, რომელიც მზადდება რეგოლითის გამოწვით და შემდეგ შერევით სპეციალურ შემაკავშირებლებთან. ან შეიძლება გამოყენებული იქნას სამგანზომილებიანი ბეჭდლა. რობოტები, რომლებიც ბეჭდავენ სტრუქტურებს ფენა-ფენად, იყენებენ რეგოლითს როგორც მელანს. მაგრამ შესაძლოა ყველაზე დიდი გამოწვევა არის არა ტექნოლოგიური, არამედ ბიოლოგიური. როგორ იცხოვრებენ ადამიანები მთვარეზე ხანგრძლივად? მთვარის გრავიტაცია არის მხოლოდ 1/6 დედამიწისა. ჩვენ ვიცით, ხანგრძლივი უწონადობა იწვევს კუნთების ატროფიას, ძულების მასის დაკარგვას, გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს. მაგრამ რას იწვევს ხანგრძლივი ცხოვრება დაბალ გრავიტაციაში? ჩვენ არ ვიცით, რადგან არავინ გამოსცადა ეს. კოსმოსური რადიაცია არის კიდევ ერთი პრობლემა. დედამიწაზე ჩვენ დაცულები ვართ მაგნიტური ველით და ატმოსფეროთი. მთვარეზე არ არის არც ერთი. კოსმოსური სხივები, მაღალენერგიული ნაწილაკები, რომლებიც მოდიან მზიდან და ღრმა კოსმოსიდან, თავისუფლად აღწევენ ზედაპირს. ხანგრძლივი ექსპოზიცია ამ რადიაციისადმი იწვევს კიბოს რისკის გაზრდას, თვალის პრობლემებს, ნერვული სისტემის დაზიანებას.
როგორ დავიცვათ ასტრონავტები? ერთი გზა არის გამოყენება ბუნებრივი თავშესაფრების, ლავის მილების, კრატერების, ან უბრალოდ რეგულითის დიდი ფენის დაფარვა ჰაბიტატების თავზე. ფსიქოლოგიური გამოწვევები ასევე არის მნიშვნელოვანი. წარმოიდგინეთ ცხოვრება მთვარეზე რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში. თქვენ ხართ მცირე ჯგუფში, იზოლირებული გარემოში, სადაც გარეთ გასვლა მოითხოვს კოსმოსურ კოსტიუმს. თქვენ ვერ დაინახავთ ცის ცისფერს, ვერ იგრძნობთ ქარს, ვერ ისმენთ ფრინველების სიმღერას. როგორ იმოქმედებს ეს ადამიანის ფსიქიკაზე? ანტარქტიდის სადგურებზე და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ იზოლაცია და მონოტონურობა შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, შფოთვა, კონფლიქტები ჯგუფში. მთვარის ბაზებს დასჭირდებათ არა მხოლოდ ფიზიკური ინფრასტრუქტურა, არამედ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სისტემები. მაგრამ აი რა არის ყველაზე პარადოქსული ამ მთელ ისტორიაში. ჩვენ გეგმავთ მთვარეზე ბაზების მშენებლობას, საუბრობთ მილიარდობით დოლარის ინვესტიციებზე, ვამზადებთ ტექნოლოგიებს რესურსების მოსაპოვებლად, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად, როგორ ჩამოყალიბდა თავად მთვარე. ჩანგე 4-ის აღმოჩენებმა არა მხოლოდ არ გაასუფთავა ეს საკითხი, მათ დაამატეს ახალი ფენების სირთულისა. წარმოიდგინეთ, ჩვენ ვიცით, რომ მთვარის ორი მხარე გეოლოგიურად სრულიად განსხვავებულია. ვიცით, რომ ეს განსხვავება წარმოიშვა მილიარდობით წლის წინ. მაგრამ ზუსტი მექანიზმი, რატომ ქერქის ქელია სწორედ უკანა მხარეზე, რატომ ვულკანური აქტივობა კონცენტრირებული იყო ხილულ მხარეზე, ეს ჯერ კიდევ არის დებატების საგანი. და ყოველი ახალი მონაცემი, რომელსაც ჩანგე 4 აგზავნის, ამატებს როგორც პასუხებს, ისე ახალ კითხვებს. 2021 წელს, როდესაც ჩინელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს დეტალური ანალიზი ჩანგე 4-ის ნიმუშებისა, რომლებიც დაბრუნდა ჩანგე 5-ის მისიით, აღმოაჩინეს რაღაც სრულიად მოულოდნელი. ნიმუშებში იყო მინერალები, რომლებიც ჩვეულებრივ ყალიბდება მაღალ წნევაში. წნევაში, რომელიც შეესაბამება დაახლოებით 100 კილომეტრ სიღრმეში მთვარის შიდა ნაწილში. მაგრამ ეს მინერალები იყო ზედაპირზე, კარმანის კრატერში, რომელიც მდებარეობს სამხრეთ პოლუს ეიტკენის აუზში. როგორ მოხვდა მასალა 100 კილომეტრის სიღრმიდან ზედაპირზე? ერთადერთი ახსნა იყო, იმპაქტი, რომელმაც შექმნა სამხრეთ პოლუს ეიტკენის აუზი, იყო იმდენად ძლიერი, რომ მან არა მხოლოდ გაარღვია ქერქი, არამედ ამოიღო მასალა ღრმა მანტიიდან და გააფანტა ის ზედაპირზე. ეს იყო თითქოს გეოლოგიური ექსკავატორი, რომელმაც გახსნა ფანჯარა მთვარის შიდა სამყაროში. ფანჯარა, რომელიც 4 მილიარდი წლის განმავლობაში ღია რჩება. და აქ იწყება რაღაც, რაც ფუნდამენტურად ცვლის ჩვენს გაგებას არა მხოლოდ მთვარის, არამედ მთელი მზის სისტემის ფორმირების შესახებ. წარმოიდგინეთ დრო როგორც მრავალფენოვანი სტრუქტურა. ყოველი ფენა არის ეპოქა. ყოველი ეპოქა შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორი იყო მზის სისტემა მაშინ. და მთვარის უკანა მხარე, განსაკუთრებით სამხრეთ პოლუს ეიტკენის აუზი, არის ადგილი, სადაც ყველა ეს ფენა დაცულია, როგორც გვერდები უძველეს წიგნში. ჩანგე 4-ის რადარულმა მონაცემებმა გამოავლინა, რომ რეგოლითის ქვეშ, სხვადასხვა სიღრმეებზე არის მინიმუმ 5 განსხვავებული ფენა. ყოველი ფენა წარმოადგენს პერიოდს მთვარის ისტორიაში. ყველაზე ღრმა ფენა, დაახლოებით 50 მეტრის სიღრმეზე, არის ნამსხვრევები თავად იმ იმპაქტისა, რომელმაც შექმნა სამხრეთ პოლუს ეიტკენის აუზი. ეს ფენა შეიცავს მასალას, რომელიც ამოიღო ღრმა მანტიიდან, ოლივინს, პიროქსენს, შესაძლოა თუნდაც მასალას ბირთვის საზურიდან. მეორე ფენა, დაახლოებით 35 მეტრის სიღრმეზე, არის ძველი ლავის ნაკადი. ეს ლავა ამოვიდა დაახლოებით 3 მილიარდ 900 მილიონი წლის წინ, როდესაც მთვარე ჯერ კიდევ გეოლოგიურად აქტიური იყო. ეს იყო პერიოდი, როდესაც ხილულ მხარეზე ყალიბდებოდა უმეტესი ვულკანური ზღვები. მაგრამ უკანა მხარეზე ვულკანური აქტივობა იყო ბევრად უფრო შეზღუდული, მხოლოდ იშვიათი ლოკალიზებული ამოფრქვევები, რომლებიც ხდებოდა იქ, სადაც იმპაქტებმა შექმნეს ბზარების ქერქში. მესამე ფენა, დაახლოებით 12 მეტრის სიღრმეზე, არის კიდევ ერთი ლავის ნაკადი, მაგრამ უფრო ახალი, დაახლოებით 3 მილიარდ 400 მილიონი წლის წინანდელი. ამ ორ ლავის ნაკადს შორის არის 500 მილიონი წლის განსხვავება, პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მთვარე ნელ-ნელა გრილდებოდა, მისი ვულკანური აქტივობა სუსტდებოდა. მეოთხე ფენა, დაახლოებით 6 მეტრის სიღრმეზე, არის რეგოლითი, რომელიც დაგროვდა ბოლო 3 მილიარდი წლის განმავლობაში. ეს არის ფენა, რომელიც შედგება მილიარდობით მიკრომეტეორიტის იმპაქტის ნამსხვრევებისგან. ყოველი მიკრომეტეორიტი, რომელიც ეცემა მთვარის ზედაპირს, ქმნის მცირე კრატერს და აფანტავს მასალას. ეს მასალა ეცემა უკან, ფარავს ზედაპირს და ნელ-ნელა მილიონობით წლის განმავლობაში აგროვებს სიღრმეს. მეხუთე ფენა, ზედა 2 მეტრი, არის ყველაზე ახალი რეგოლითი, რომელიც დაგროვდა ბოლო რამდენიმე ასეული მილიონი წლის განმავლობაში.
ეს არის ფენა, რომელშიც ყველაზე მეტია მზის ქარის იმპლანტირებული ელემენტები, წყალბადი, ჰელიუმი, მათ შორის იზრირებული გელიუმ-3. მაგრამ ყველაზე ფასცინაციური არის არაუბრალოდ ეს ფენების არსებობა, არამედ ის, რასაც ისინი გვიამბობენ მთვარის ქიმიური ევოლუციის შესახებ. როდესაც მეცნიერებმა გააანალიზეს ნიმუშები სხვადასხვა სიღრმიდან, აღმოაჩინეს, რომ ქიმიური შემადგენლობა სისტემატურად იცვლებოდა დროთა განმავლობაში. ყველაზე ძველი მასალა, ის რაც ამოიღო სამხრეთ პოლუსზე იდგენის იმპაქტმა, იყო მდიდარი მაგნიუმით და ღარიბი რკინით. ეს შეესაბამება თეორიას, რომ მთვარის ადრეული მანტია იყო შედგენილი ძირითადად ოლივინისგან, მინერალისგან, რომელიც მდიდარია მაგნიუმით. ეს ოლივინი ყალიბდებოდა, როდესაც მთვარის ლავის ოკეანე გრილდებოდა და კრისტალიზდებოდა. ლავის ნაკადები, ის რაც ამოვიდა 3 მილიარდი წლის წინ, იყო მდიდარი რკინით და ტიტანით. ეს ნიშნავს, რომ ეს ლავა მოდიოდა უფრო ზედაპირული ფენებიდან მანტიისა, სადაც რკინი და ტიტანი კონცენტრირებული იყო. როგორ მოხდა ეს კონცენტრაცია? პასუხი მდებარეობს ლავის ოკეანის კრისტალიზაციის პროცესში. წარმოიდგინეთ უზარმაზარი ოკეანი, მდნარი ქანისა, რომელიც ნელ-ნელა გრილდება. პირველი მინერალები, რომლებიც კრისტალიზდებიან, არის ოლივინი და პიროქსენი, მინერალები, რომლებიც მდიდარია მაგნიუმით. ეს მინერალები მძიმეა, ამიტომ ისინი ეშვებიან ოკეანის ფსკერზე. მაგრამ როდესაც ისინი კრისტალიზდებიან, ისინი იღებენ მაგნიუმს და ტოვებენ რკინას და ტიტანს დარჩენილ მდნარ ფრაქციაში. ეს დარჩენილი ფრაქცია ხდება სულ უფრო მდიდარი რკინით და ტიტანით. და როდესაც ბოლოს ის კრისტალიზდება, ის ქმნის ფენას, რომელიც განსაკუთრებით მდიდარია ამ ელემენტებით. ეს ფენა რჩება ზედა მანტიაში და სწორედ ამ ფენიდან მოდიოდა ლავა, როდესაც გვიანდელი ვულკანური აქტივობა ხდებოდა. მაგრამ აქ არის პარადოქსი. თუ ეს პროცესი ხდებოდა მთელ მთვარეზე ერთნაირად, რატომ ვულკანური აქტივობა იყო კონცენტრირებული ხილულ მხარეზე? პასუხი, როგორც ჩანს, მდებარეობს კომბინაციაში რამდენიმე ფაქტორისა. ქერქის სისქე, რადიოაქტიური ელემენტების განაწილება და დედამიწის გრავიტაციული ზემოქმედება. და აქ ჩვენ მივდივართ რაღაცაზე, რაც შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა. დედამიწა არ იყო უბრალოდ მაყურებელი მთვარის ევოლუციაში. ის იყო აქტიური მონაწილე. დედამიწის გრავიტაცია, რომელიც ქმნიდა მოქცევით ჩაკეტვას, ასევე ქმნიდა მოქცევით ძალებს. ძალებს, რომლებიც ოდნავ დეფორმირებდა მთვარეს, აწევდა და ეშვებოდა მის ზედაპირს, როგორც ოკეანის მოქცევა დედამიწაზე. ეს მოქცევითი დეფორმაცია გამოიწვევდა ხახუნს მთვარის შიდა ნაწილში. ხახუნი გამოყოფდა სითბოს. და ეს სითბო იყო უფრო ინტენსიური ხილულ მხარეზე, რომელიც მუდმივად უყურებდა დედამიწას, ვიდრე უკანა მხარეზე. ეს დამატებითი სითბო შეიძლება იყოს ის ფაქტორი, რომელმაც გახადა ხილული მხარე უფრო ვულკანურად აქტიური. 2014 წელს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა შექმნეს კომპიუტერული მოდელი, რომელიც სიმულაციას უკეთებდა ამ პროცესს. მოდელი აჩვენებდა, რომ მოქცევითი გათბობა შეიძლება გაზარდოს ტემპერატურა ხილული მხარის ზედა მანტიაში, დაახლოებით 100 გრადუსით. ეს შეიძლება არ ჟღერდეს როგორც დიდი განსხვავება, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ვულკანურ აქტივობას, 100 გრადუსს შეუძლია გახადოს განსხვავება იმას შორის, არის თუ არა მაგმა საკმარისად თხევადი, რომ ამოვიდეს ზედაპირზე. მაგრამ ჩანგე 4-ის მონაცემებმა დაამატა კიდევ ერთი ნაწილი ამ თავსატეხში. სეისმურმა გაზომვებმა აჩვენა, რომ მთვარის მანტიაში დაახლოებით 1000 კილომეტრის სიღრმეზე არის რეგიონი, სადაც სეისმური ტალღები მოძრაობენ ოდნავ უფრო ნელა. ეს შეიძლება მიუთითებდეს ნაწილობრივ მდნარ მასალაზე, მაგრამ საინტერესოა, ეს რეგიონი არ არის ერთგვაროვანი. ის უფრო გამოხატულია ხილული მხარის ქვეშ, ვიდრე უკანა მხარის ქვეშ. ეს ასიმეტრია შეიძლება იყოს ნარჩენი იმ ეპოქისა, როდესაც მთვარე უფრო ცხელი იყო და მოქცევითი გათბობა უფრო ინტენსიური. მაშინაც კი, როდესაც მთვარე გრილდებოდა და ვულკანური აქტივობა წყდებოდა, ეს ასიმეტრია შენარჩუნდა მანტიის სტრუქტურაში. როგორც გეოლოგიური მეხსიერება იმ პროცესების შესახებ, რომლებიც მილიარდობით წლის წინ ხდებოდა. მაგრამ არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც შეიძლება ითამაშა როლი. იმპაქტების განაწილება. ჩანგე 4-ის პანორამულმა კამერამ გადაიღო 1000-ობით სურათი გარშემონყოფი კრატერებისა. როდესაც მეცნიერებმა გააანალიზეს ეს სურათები და შეადარეს მთელი მთვარის კრატერების რუკებთან, აღმოაჩინეს საინტერესო ნიმუში. დიდი იმპაქტური აუზები, ისეთები როგორიცაა სამხრეთ პოლუსზე იდგენი, იმბრიუმი, სერენიტატისი, არ არიან განაწილებული ერთგვაროვნად. უმეტესობა მათგანი მდებარეობს ხილულ მხარეზე, ან მის საზღვრებთან ახლოს. რატომ? ერთი თეორია ამბობს, რომ ეს დაკავშირებულია დედამიწის გრავიტაციასთან. დედამიწის გრავიტაციული ველი შეიძლება ფოკუსირებდა ასტეროიდებს ხილული მხარისკენ, ისევე როგორც ლინზა ფოკუსირებს სინათლეს.
ეს ნიშნავს, რომ ხილულმა მხარემ შეიძლება მიიღო უფრო მეტი დიდი იმპაქტი, ვიდრე უკანა მხარემ. და ყოველი დიდი იმპაქტი არ იყო მხოლოდ კატასტროფა. კატასტროფა ის იყო ასევე შესაძლებლობა. იმპაქტი ქმნიდა უზარმაზარ აუზს, რომელიც აღწევდა მანტიამდე. ეს აუზი იყო როგორც ჭრილობა მთვარის ქერქში და როგორც ყოველი ჭრილობა, ის იწყებდა სისხლდენას, მაგრამ არა სისხლით, არამედ ლავით. მაგმა, რომელიც იყო ზეწოლის ქვეშ მანტიაში, პოულობდა გზას ამ ჭრილობის გავლით და ამოდიოდა ზედაპირზე. ეს პროცესი არ იყო მფრისიერი. ის გრძელდებოდა მილიონობით წლის განმავლობაში. ლავა ნელ-ნელა ავსებდა აუზს, ქმნიდა ბრტყელ, ბასალტურ ველს, ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ როგორც ზღვას. მაგრამ ხილულ მხარეზე, სადაც იყო უფრო მეტი დიდი იმპაქტი, იყო უფრო მეტი ასეთი ჭრილობა და ამიტომ უფრო მეტი ლავა ამოვიდა. უკანა მხარეზე, სადაც დიდი იმპაქტები უფრო იშვიათი იყო და ქერქი უფრო სქელი, ლავას უფრო ძნელი ჰქონდა გზის პოვნა ზედაპირზე. სამხრეთ პოლუს ეიტკენის აუზი იყო გამონაკლისი. ის იყო იმდენად დიდი და ღრმა, რომ შექმნა გზა მაგმისთვის. მაგრამ თუნდაც აქ ვულკანური აქტივობა იყო შეზღუდული. მხოლოდ რამდენიმე ლოკალიზებული ნაკადი, არა უზარმაზარი ზღვები, როგორც ხილულ მხარე. და ეხლა, ჩანგე 4-ის მონაცემების საფუძველზე მეცნიერებს შეუძლიათ რეკონსტრუქცია გაუკეთონ მთვარის ისტორიას უპრეცედენტო დეტალებით. წარმოიდგინეთ ეს როგორც ფილმი, რომელიც უკან იხევა დროში. 0 წელი, დღეს. მთვარე არის ცივი, გეოლოგიურად მკვდარი სხეული. მისი ზედაპირი დაფარულია რეგოლითით, მტვრიანი ფენით, რომელიც დაგროვდა მილიარდობით წლის განმავლობაში. ხილულ მხარეზე ჩანს ბნელი ზღვები, გაქვავებული ლავის ველები. უკანა მხარეზე თითქმის მხოლოდ მაღალმთიანი რელიეფი, სავსე კრატერებით. -1 მილიარდი წელი. მთვარე ჯერ კიდევ გრილდება, მაგრამ ვულკანური აქტივობა თითქმის სრულად შეწყდა. ბოლო ლავის ნაკადები ამოდის ზოგიერთ ადგილას ხილულ მხარეზე, ავსებს ბოლო ცარიელ სივრცეებს დიდ აუზებში. უკანა მხარეზე სრული სიჩუმე. ქერქი ძალიან სქელია, ძალიან ცივი, რომ ლავა მიპოვოს გზა. -2 მილიარდი წელი. ვულკანური აქტივობა ჯერ კიდევ აქტიურია ხილულ მხარეზე. ლავა ამოდის მარე იმბრიუმიდან, მარე სერენიტატისიდან, სხვა დიდი აუზებიდან. ყოველი ამოფრქვევა გრძელდება ათასობით წლის განმავლობაში. ლავა ნელ-ნელა ავსებს აუზებს, ქმნის ბრტყელ ველებს. უკანა მხარეზე იშვიათი ლოკალიზებული ამოფრქვევები სამხრეთ პოლუს ეიტკენის აუზში და რამდენიმე სხვა ადგილას. -3 მილიარდი წელი. ვულკანური აქტივობა აღწევს თავის პიკს. მთვარის შიდა ნაწილი ჯერ კიდევ ცხელია, მაგმა მოძრაობს მანტიაში. დიდი იმპაქტური აუზები, რომლებიც შეიქმნა ადრე, იწყებენ შევსებას ლავით. ხილულ მხარეზე ეს პროცესი ინტენსიურია. უკანა მხარეზე ბევრად უფრო შეზღუდული. -3 მილიარდ 500 მილიონი წელი. გვიან მძიმე ბომბარდირება მიმდინარეობს. უზარმაზარი ასტეროიდები ეცემა მთვარის ზედაპირს, ქმნიან დიდ აუზებს. ყოველი იმპაქტი არის კატასტროფა. ენერგია, რომელიც გამოიყოფა, ექვივალენტურია მილიარდობით ბირთვული ბომბისა. მაგრამ ყოველი იმპაქტი ასევე ქმნის გზას მაგმისთვის. აძლევს მას შესაძლებლობას ამოვიდეს ზედაპირზე. -4 მილიარდი წელი. მთვარე ახალგაზრდაა. მისი ზედაპირი ჯერ კიდევ ცხელია, ქერქი ჯერ კიდევ თხელი. ლავის ოკეანე, რომელიც ფარავდა მთელ მთვარეს, ნელ-ნელა გრილდება და კრისტალიზდება. სუბუქი მინერალები ცურავენ ზედაპირზე, ქმნიან პირველ ქერქს. მძიმე მინერალები ეშვებიან ქვემოთ, ქმნიან მანტიას. დედამიწა, რომელიც ბევრად უფრო ახლოსაა მაშინ ვიდრე დღეს, ქმნის ძლიერ მოქცევით ძალებს, რომლებიც დეფორმირებს ახალგაზრდა მთვარეს. -4 მილიარდ 500 მილიონი წელი. უზარმაზარი იმპაქტი ხდება სამხრეთ პოლუსთან. ობიექტი შესაძლოა 100 კილომეტრის დიამეტრის ეჯახება მთვარეს. იმპაქტი იმდენად ძლიერია, რომ ქმნის კრატერს 2500 კილომეტრის დიამეტრით და 13 კილომეტრის სიღრმით. ნამსხვრევები ფრენენ კოსმოსში, ზოგიერთი მათგანი აღწევს დედამიწას. მასალა ღრმა მანტიიდან ამოიღება და ფანტავს ზედაპირზე. ეს არის სამხრეთ პოლუს ეიტკენის აუზის დაბადება. მაგრამ ჩანგე 4-ის აღმოჩენები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მთვარის გასაგებად. ისინი ასევე ეხმარება ჩვენ გავიგოთ სხვა ციური სხეულები მზის სისტემაში და მის ფარგლებს გარეთ. მთვარე არის ერთადერთი ადგილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია დეტალურად შევისწავლოთ პროცესები, რომლებიც ხდება ყველა ქანიან პლანეტაზე და თანამგზავრზე. აიღეთ მაგალითად მერკური. ეს პატარა პლანეტა, რომელიც ყველაზე ახლოსაა მზესთან, ასევე აქვს ასიმეტრიული სტრუქტურა. ასიმეტრიული სტრუქტურა. ერთ მხარეს არის უზარმაზარი ვულკანური ველები, მეორე მხარეს ზეს ძირითადად მაღალმთიანი რელიეფი. ეს გავს მთვარის ასიმეტრიას. მაგრამ მერკურის შემთხვევაში ასიმეტრია შეიძლება გამოწვეული იყოს მზის მოქცევითი ზემოქმედებით,
ისევე როგორც დედამიწა ახდენს ზემოქმედებას მთვარეზე. ან აიღეთ მარსის თანამგზავრები, ფობოსი და დეიმოსი. ეს პატარა არარეგულარული სხეულები, რომლებიც შესაძლოა არიან დაჭერილი ასტეროიდები, ასევე აქვთ ასიმეტრიული ზედაპირი. ერთ მხარეს უფრო მეტი კრატერია, მეორე მხარეს ნაკლები. ეს შეიძლება იყოს შედეგი იმისა, რომ ერთი მხარე უფრო ხშირად იყო მიმართული მარსისკენ და იღებდა უფრო მეტ იმპაქტს მარსიდან ამოფრქვეული ნამსხვრევებისგან. ან აიღეთ იუპიტერის თანამგზავრი ევროპა. ამ ყინულოვან სამყაროს აქვს ასიმეტრიული ზედაპირი. ერთ მხარეს უფრო მეტი ბზარია, მეორე მხარეს ნაკლები. ეს შეიძლება იყოს შედეგი იუპიტერის მოქცევითი ზემოქმედებისა, რომელიც ქმნის სტრესს ყინულოვან ქერქში და იწვევს ბზარების წარმოქმნას. ჩანგე 4-ის მონაცემები აძლევს მეცნიერებს ინსტრუმენტს ამ პროცესების გასაგებად. როდესაც ისინი ხედავენ ასიმეტრიას სხვა ციურ სხეულზე, ახლა მათ შეუძლიათ შექმნან მოდელები, რომლებიც ეფუძნება იმას, რასაც ისწავლეს მთვარიდან. მათ შეუძლიათ იკითხონ, არის თუ არა ეს ასიმეტრია გამოწვეული მოქცევითი ჩაკეტვით? არის თუ არა ის გამოწვეული განსხვავებული განსხვავებული იმპაქტების ისტორიით? არის თუ არა ის გამოწვეული შიდა გეოლოგიური პროცესებით? და ეს გადადის კიდევ უფრო შორს, ეგზოპლანეტებამდე. ბოლო 30 წლის განმავლობაში ასტრონომებმა აღმოაჩინეს ათასობით პლანეტა სხვა ვარსკვლავების გარშემო. ზოგიერთი მათგანი არის ქანიანი პლანეტები, მსგავსი დედამიწისა ან მარსისა. ზოგიერთს აქვს თანამგზავრები, ეგზომთვარეები. როგორია ეს ეგზომთვარეები? აქვთ თუ არა მათ ასიმეტრიული სტრუქტურა, როგორც ჩვენს მთვარეს? აქვთ თუ არა მათ ვულკანური აქტივობა? ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ეგზომთვარეებს პირდაპირ. ისინი ძალიან პატარა და ბნელია. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ მათ არაპირდაპირ ეფექტებს. მაგალითად, თუ ეგზომთვარეს აქვს ვულკანური აქტივობა, ის შეიძლება გამოყოფდეს გაზებს, გოგირდის დიოქსიდს, ნახშირორჟანგს. ეს გაზები შეიძლება შეიწოვოს პლანეტის ატმოსფეროში, თუ თანამგზავრი საკმარისად ახლოსაა და ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ ეს გაზები სპექტროსკოპიით, ანალიზით იმ სინათლისა, რომელიც გადის პლანეტის ატმოსფეროს გავლით. ჩანგე 4-ის აღმოჩენები აძლევს მეცნიერებს მოდელებს იმის გასაგებად, როგორ შეიძლება ვულკანური აქტივობა განვითარდეს თანამგზავრებზე. მათ შეუძლიათ იკითხონ, რა პირობებია საჭირო, რომ თანამგზავრს ჰქონდეს ვულკანური აქტივობა? რა როლს თამაშობს მოქცევითი გათბობა? რა როლს თამაშობს შიდა რადიოაქტიური გათბობა? როლს თამაშობს იმპაქტები? და ეს არის არამხოლოდ აკადემიური ინტერესი. ვულკანური აქტივობა თანამგზავრებზე შეიძლება იყოს ინდიკატორი იმისა, რომ თანამგზავრს აქვს თხევადი წყალი მის შიდა ნაწილში. და სადაც არის თხევადი წყალი, შეიძლება იყოს სიცოცხლე. ევროპა, იუპიტერის თანამგზავრი არის კლასიკური მაგალითი. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მის ყინულოვანი ქერქის ქვეშ არის უზარმაზარი ოკეანე თხევადი წყლისა, რომელიც თბება იუპიტერის მოქცევითი ზემოქმედებით. და ამ ოკეანეში შეიძლება იყოს სიცოცხლე. და ახლა, ჩანგე 4-ის წარმატების შემდეგ, იგეგმება ახალი მისიები, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებენ ჩვენს გაგებას. ჩინეთი გეგმავს ჩანგე 6, რომელიც უნდა დაეშვა სამხრეთ პოლუსის სხვა რეგიონში და შეაგროვოს ნიმუშები მუდმივად ჩრდილში მყოფი კრატერიდან, ადგილიდან, სადაც შეიძლება იყოს წყლის ყინული. ჩანგე 7 უნდა შეისწავლოს სამხრეთ პოლუსის მუდმივად განათებული მწვერვალები, ადგილები, რომლებიც იდეალურია მზის პანელებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების არტემის პროგრამა გეგმავს ასტრონავტების დაბრუნებას მთვარეზე 2025 წლისთვის. პირველი მისია, არტემის 3, უნდა დაეშვას სამხრეთ პოლუსთან ახლოს. ასტრონავტები გაატარებენ დაახლოებით 1 კვირას ზედაპირზე, ჩაატარებენ ექსპერიმენტებს, შეაგროვებენ ნიმუშებს. მაგრამ ეს იქნება მხოლოდ დასაწყისი. შემდგომი მისიები უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი, უნდა ააშენონ პირველი ინფრასტრუქტურა, ჰაბიტატები, ენერგეტიკული სისტემები, რესურსების მოპოვების მოწყობილობები. ევროპული კოსმოსური სააგენტო მუშაობს კონცეფციაზე მთვარის სოფლისა, საერთაშორისო ბაზისა, რომელიც შეიძლება განთავსდეს სამხრეთ პოლუსთან ახლოს და იყოს ღია ყველა ქვეყნისთვის. ყველა ქვეყნისთვის. იდეა არის, რომ ეს ბაზა იქნება არა ერთი ქვეყნის პროექტი, არამედ გლობალური თანამშრომლობა, ისევე როგორც საერთაშორისო კოსმოსური სადგური დედამიწის ორბიტაზე. რუსეთი და ჩინეთი ასევე გეგმავენ საერთო მთვარის ბაზას. 2021 წელს ისინი ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ადგენს თანამშრომლობას მთვარის კვლევაში. მათი გეგმა მოიცავს რამდენიმე რობოტულ მისიას 2025 წლამდე, შემდეგ პირველ დასახლებულ მისიას 2035 წლისთვის. ინდოეთი, რომელმაც უკვე წარმატებით დაეშვა მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს თავისი ჩანდრაიან 3-ის მისიით 2023 წელს, გეგმავს შემდგომ მისიებს. ჩანდრაიან 4 უნდა იყოს ნიმუშების დაბრუნების მისია. ჩანდრაიან 5 უნდა იყოს
საერთო მისია იაპონიასთან, რომელიც შეისწავლის მთვარის პოლარულ რეგიონებს. იაპონია ასევე მუშაობს საკუთარ ამბიციურ პროგრამაზე. მათი სააგენტო JAXA ჯეგმავს მთვარის პოლარულ ექსპლორაციას, მისიას, რომელიც უნდა შეისწავლოს წყლის ყინულის საბადოები და შეაფასოს მათი პოტენციალი მომავალი ადამიანური ბაზებისთვის. და ყველა ეს მისია არის არა მხოლოდ სამეცნიერო ექსპედიციები. ისინი არის პირველი ნაბიჯები ახალი ეკონომიკური ეპოქისკენ. ეპოქისკენ დოქისკენ, როდესაც კოსმოსური რესურსები გახდება ნაწილი გლობალური ეკონომიკისა. გელიუმ-3, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თერმობირთული სინთეზისთვის, შეფასებულია ტრილიონობით დოლარად. მაგრამ ეს არის არა მხოლოდ თეორიული ღირებულება, ეს არის რეალური ეკონომიკური პოტენციალი. წარმოიდგინეთ სცენარი. 2050 წელს პირველი თერმობირთული რეაქტორი, რომელიც მუშაობს გელიუმ-3-ზე, იწყებს მუშაობას. ეს რეაქტორი წარმოქმნის ენერგიას, რომელიც ექვივალენტურია რამდენიმე ბირთვული ელექტროსადგურისა, მაგრამ უსაფრთხოდ, რადიოაქტიური ნარჩენების გარეშე. ეს ენერგია იაფია, სუფთა, თითქმის შეუზღუდავი. მოთხოვნა გელიუმ-3-ზე იზრდება. სად მოიპოვებენ ან გელიუმ-3-ს? მთვარეზე. კომპანიები იწყებენ მოპოვების ოპერაციებს სამხრეთ პოლუსთან ახლოს. რობოტული მოწყობილობები აგროვებენ რეგოლიტს, აცხელებენ მას, ამოიღებენ გელიუმ-3-ს. ეს გელიუმ-3 იტვირთება კონტეინერებში და იგზავნება დედამიწაზე. ყოველი კონტეინერი, რომელიც შეიცავს რამდენიმე ტონა გელიუმ-3-ს, ღირს მილიონობით დოლარს. მაგრამ ტრანსპორტირება დედამიწაზე არის ძვირი. რაკეტის საწვავი, რომელიც საჭიროა მთვარიდან დედამიწამდე მისასვლელად, ასევე ძვირია. ამიტომ კომპანიები იწყებენ საწვავის წარმოებას მთვარეზე. ისინი იღებენ წყალს მუდმივად ჩრდილში მყოფი კრატერებიდან, შლიან მას წყალბადად და ჟანგბადად, იყენებენ ამ წყალბადს როგორც რაკეტის საწვავს. ეს ქმნის თვითშემანარჩუნებელ სისტემას. წყალი გარდაიქმნება საწვავად, საწვავი გამოიყენება რაკეტების გასაშვებად, რაკეტები მიაქვთ გელიუმ-3-ს დედამიწაზე, გელიუმ-3 იყიდება, ფული ბრუნდება მთვარეზე, ინვესტირდება ახალ ინფრასტრუქტურაში, ციკლი მეორდება, იზრდება, ფართოვდება. და ეს არის არა მხოლოდ გელიუმ-3. იშვიათი მიწის ელემენტები, ლანთანი, ცერიუმი, ნეოდინი და სხვები, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის, ასევე არის უხვად მთვარეზე. დედამიწაზე ამ ელემენტების მოპოვება ხშირად არის დაკავშირებული გარემოს დაცვით პრობლემებთან, ტოქსიური ნარჩენები, ჰაბიტატების განადგურება. მთვარეზე ეს პრობლემები არ არსებობს. არ არის გარემო, რომელიც უნდა დაიცვა, არ არის ეკოსისტემები, რომლებიც უნდა შენარჩუნდეს. მაგრამ ეს ასევე ქმნის ეთიკურ დილემებს. უნდა ვაქციოთ თუ არა მთვარე ინდუსტრიულ ზონად. უნდა დაუშვათ თუ არა კერძო კომპანიებს მოიპოვონ რესურსები ციური სხეულიდან, რომელიც თეორიულად ეკუთვნის მთელ კაცობრიობას. როგორ უნდა განვაწილოთ სარგებელი ამ რესურსებიდან? უნდა წავიდეს თუ არა ის მხოლოდ იმ ქვეყნებისა და კომპანიებისთვის, რომლებსაც აქვთ ტექნოლოგია მოსაპოვებლად, თუ უნდა გაიზიაროს ის გლობალურად. 1967 წლის კოსმოსური ხელშეკრულება აცხადებს, რომ კოსმოსი არის საერთო მემკვიდრეობა კაცობრიობისა. მაგრამ ეს ფორმულირება ბუნდოვანია. რას ნიშნავს საერთო მემკვიდრეობა? ნიშნავს თუ არა ეს, რომ არავის შეუძლია მოიპოვოს რესურსები? ან ნიშნავს ეს, რომ ყველას შეუძლია მოიპოვოს, მაგრამ სარგებელი უნდა გაიზიაროს? ან ნიშნავს ეს რაღაც სხვას? ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და ლუქსემბურგი, მიიღო კანონები, რომლებიც აძლევს მათ მოქალაქეებს და კომპანიებს უფლებას მოიპოვონ და ფლობდნენ კოსმოსურ რესურსებს. მაგრამ სხვა ქვეყნები ამბობენ, რომ ეს ეწინააღმდეგება კოსმოსურ ხელშეკრულებას. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ცდილობს შექმნას ახალი საერთაშორისო ჩარჩო, მაგრამ ჩარჩო სინელია და დრო არ ელოდება. კერძო კომპანიები უკვე ახორციელებენ გეგმებს მთვარის რესურსების მოსასმოსაპოვებლად. SpaceX-ი ავითარებს Starships, რაკეტას, რომელსაც შეიძლება მიაქვს 100 ტონამდე ტვირთი მთვარეზე. Blue Origin-ი ავითარებს Blue Moons, Landers, რომელსაც შეიძლება დაეშვას სამხრეთ პოლუსთან ახლოს. ჩინური კომპანიები ასევე შედიან ამ სფეროში. მესმის სრულყოფილად რას ფიქრობთ ახლა? კიდევ ერთი ისტორია მთვარის კოლონიზაციის შესახებ. კიდევ ერთი ფანტასტიკური ხედვა კოსმოსური რესურსების შესახებ. ჩვენ ასეთ ისტორიებს ვიცით 90 წლების შემდეგ. მაშინ ფიქრობდნენ, რომ 2000 წლისთვის მთვარეზე იქნება ქალაქები, ხოლო მარსზე კოლონიები. რეალობა აღმოჩნდა ბევრად უფრო რთული, ბევრად უფრო ნელი, ბევრად უფრო ძვირი. და აქ უნდა ვიყოთ სრულიად გულწრფელები. ბევრი რაც ახლა ითქვა, გელიუმ-3-ის მოპოვება, თერმობირთული სინთეზი, მთვარის ბაზები, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არის მომავლის ტექნოლოგია. ჩვენ არ გვაქვს მუშა თერმობირთული რეაქტორი გელიუმ-3-ზე. ჩვენ არ გვაქვს ეკონომიკურად ეფექტური მეთოდი რეგოლითიდან გელიუმ-3-ის ამოსაღებად.
ჩვენ არ გვაქვს ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა ადამიანების ხანგრძლივად შესანარჩუნებლად მთვარეზე. მაგრამ, და ეს არის გადამწყვეტი მაგრამ, ჩანგე 4-ის აღმოჩენები არ არის ფანტასტიკა. ისინი არის რეალური მეცნიერება, რეალური მონაცემები, რეალური ქანები, რომლებიც ახლა იკვლევა ლაბორატორიებში ბეიჯინგში, ვაშინგტონში, მოსკოვში, ტოკიოში. და ეს მონაცემები გვიჩვენებს რაღაცას ფუნდამენტურს. მთვარე არ არის მკვდარი ქანების გროვა. ის არის გეოლოგიური არქივი, რესურსების საწყობი და პოტენციური პლატფორმა კაცობრიობის მომავალი ექსპანსიისთვის კოსმოსში. განსხვავება წარსულ ოცნებებსა და დღევანდელ რეალობას შორის არის ის, რომ ახლა ჩვენ ვიცით ზუსტ რას ვიცით ზუსტად, რას ვეძით და სად ვეძებთ. ჩანგე 4-მა, ლუნარ რეკონესანს ორბიტერმა, ჩანდრაიანმა და სხვა მისიებმა შექმნეს დეტალური რუკა. არა მხოლოდ ტოპოგრაფიული, არამედ ქიმიური, მინერალოგიური, რესურსული. ჩვენ ვიცით, სად არის წყალი, სად არის გელიუმ-3, სად არის იშვიათი ელემენტები. ეს არის განსხვავება ოცნებასა და გეგმას შორის. და ახლა წარმოიდგინეთ ეს. ჩვენ დგავართ ისტორიის წერტილში, რომელიც შეიძლება იყოს იმდენივე მნიშვნელოვანი, როგორც იყო ის მომენტი, როდესაც პირველმა ადამიანებმა დატოვეს აფრიკა და დაიწყეს მთელი პლანეტის დასახლება. მაშინ ისინი არ იცოდნენ, რომ მათი შთამომავლები დაიკავებდნენ ყველა კონტინენტს, შექმნიდნენ ათასობით კულტურას, ააშენებდნენ ცივილიზაციებს. ისინი უბრალოდ ეძებდნენ საკვებს, თავშესაფარს, ახალ ტერიტორიებს. ეხლა ჩვენ დგავართ მსგავს ზღურბლზე, მაგრამ ამჯერად ეს არის არა ახალი კონტინენტი, არამედ ახალი სამყარო. მთვარე არის პირველი ნაბიჯი. და ჩანგე 4-ის მონაცემები, ეს ყველაფერი რაც ვისაუბრეთ ქერქის სისქეზე, ვულკანური ისტორიის შესახებ, რესურსების განაწილების შესახებ, ეს არის ის ცოდნა, რომელიც გვჭირდება ამ ნაბიჯის გადასადგმელად. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც აღემატება პრაქტიკულ მნიშვნელობას. ჩანგე 4-მა გვიჩვენა რაღაც, რაც ფუნდამენტურად ცვლის ჩვენს გაგებას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს პლანეტარული სისტემები. წარმოიდგინეთ, ორი მხარე ერთი და იმავე ციურის სხეულისა, მხოლოდ 3455 კილომეტრის მოშორებით ერთმანეთისგან აქვთ სრულიად განსხვავებული გეოლოგიური ისტორია. ერთ მხარეს ვულკანური ზღვები, რომლებიც ყალიბდებოდა მილიარდობით წლის განმავლობაში. მეორე მხარეს თითქმის არაფერი, მხოლოდ უძველესი დაცული ქერქი. ეს ასიმეტრია არ არის შემთხვევითობა. ის არის შედეგი რთული ურთიერთქმედების რამდენიმე ფაქტორის შორის. დედამიწის გრავიტაციული ზემოქმედება, რომელმაც შექმნა მოქცევითი ჩაკეტვა და მოქცევითი გათბობა. იმპაქტების განაწილება, რომელიც შესაძლოა იყო ასიმეტრიული დედამიწის გრავიტაციული ფოკუსირების გამო. ქერქის სისქის განსხვავება, რომელიც წარმოიშვა ადრეული გაციების ასიმეტრიის გამო. რადიოაქტიური ელემენტების განაწილება, რომელიც კონცენტრირდა გარკვეულ რეგიონებში. ყოველი ამ ფაქტორიდან ცალკე აღებული შეიძლება ჩანდეს მცირე, მაგრამ ერთად მილიარდობით წლის განმავლობაში ისინი შექმნეს ის დრამატული განსხვავება, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ. ეს არის მაგალითი იმისა, რასაც მეცნიერები უწოდებენ კომპლექსურ სისტემას. სისტემას, სადაც მცირე საწყისი განსხვავებები შეიძლება გამოიწვიოს უზარმაზარი შედეგები დროთა განმავლობაში. და ახლა გავაფართოვოთ ეს პერსპექტივა. მთვარე არის არა მხოლოდ მთვარე. ის არის მოდელი იმისა, როგორ მუშაობს ყველა პლანეტარული სისტემა. ყოველი პლანეტა, ყოველი თანამგზავრი მზის სისტემაში და მის ფარგლებს გარეთ არის პროდუქტი მსგავსი კომპლექსური ურთიერთქმედებებისა. აირეთ მარსი. ეს პლანეტა ასევე აქვს დრამატული ასიმეტრია. ჩრდილოეთ ნახევარსფერო არის ძირითადად ბრტყელი დაფარული ძველი ვულკანური ველებით. სამხრეთ ნახევარსფერო არის მაღალმთიანი, სავსე უძველესი კრატერებით. ეს ასიმეტრია შეიძლება იყოს შედეგი უზარმაზარი იმპაქტისა 4 მილიარდ წლის 5 მილიარდი წლის წინ. იმპაქტისა, რომელმაც შექმნა ბორეალის აუზი, უდიდესი იმპაქტური სტრუქტურა მთელ მზის სისტემაში, რომელიც იკავებს თითქმის 40%-ს მარსის ზედაპირისა. ან აიღეთ ვენერა. ეს პლანეტა, რომელიც ზომით თითქმის იდენტურია დედამიწისა, აქვს სრულიად განსხვავებული გეოლოგიური ისტორია. მის ზედაპირზე არ არის პლიტების ტექტონიკა, პროცესი, რომელიც დედამიწაზე ქმნის მთებს, ოკეანეებს, კონტინენტებს. ამის ნაცვლად ვენერას აქვს ეგრეთ წოდებული სტაგნანტი ქერქი. ქერქი, რომელიც არ მოძრაობს, არ რეციკლირდება. მაგრამ დაახლოებით 500 მილიონი წლის წინ რაღაც კატასტროფული მოხდა. მთელი პლანეტის ზედაპირი თითქოს გადაიბრუნა. ძველი ქერქი ჩაიძირა მანტიაში და ახალი ლავა დაფარა თითქმის მთელ პლანეტას. ან აიღეთ ევროპა, იუპიტერის თანამგზავრი. ამ კინულოვან სამყაროს აქვს ზედაპირი, რომელიც თითქმის არ აქვს კრატერები. ეს ნიშნავს, რომ ის არის ძალიან ახალი, შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი წლის. როგორ შეიძლება კინულოვან თანამგზავრს ჰქონდეს ასეთი ახალი ზედაპირი? პასუხი არის მოქცევითი გათბობა.
იუპიტერის გრავიტაცია დეფორმირებს ევროპას, ქმნის ხახუნს, გამოყოფს სითბოს. ეს სითბო ინარჩუნებს თხევად ოკეანეს ყინულოვანი ქერქის ქვეშ და ეს ოკეანე პერიოდულად ამოდის ზედაპირზე ბზარების გავლით, ქმნის ახალ ყინულს. ყოველი ამ სამყაროდან, მარსი, ვენერა, ევროპა, გვიჩვენებს, რომ პლანეტარული ევოლუცია არ არის უნივერსალური პროცესი. ის არის უნიკალური ისტორია ყოველი ციური სხეულისთვის. ისტორია, რომელიც დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე: ზომა, შემადგენლობა, მანძილი ვარსკვლავიდან, არსებობა თანამგზავრებისა, იმპაქტების ისტორია, შიდა სტრუქტურა. და მთვარე, სწორედ იმის გამო, რომ ის არის ერთადერთი ადგილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია დეტალურად შევისწავლოთ ეს პროცესები, სადაც ჩვენ შეგვიძლია ფეხით ვიაროთ ზედაპირზე, შევაგროვოთ ნიმუშები, ჩავატაროთ ექსპერიმენტები, გვაძლევს უნიკალურ ფანჯარას იმის გასაგებად, როგორ მუშაობს პლანეტარული სისტემები ზოგადად. მაგრამ აქ იწყება რაღაც, რაც აღემატება მეცნიერებას. ჩანგე 4-ის აღმოჩენები აკენებს ფუნდამენტურ კითხვებს იმის შესახებ, თუ რა ვართ ჩვენ და სად არის ჩვენი ადგილი კოსმოსში. წარმოიდგინეთ, 4 მილიარდი წლის განმავლობაში მთვარე ტრიალებდა დედამიწის გარშემო, მუდმივად ერთი მხარით მიბრუნებული ჩვენკენ. ამ 4 მილიარდი წლის განმავლობაში მის ზედაპირზე ხდებოდა უზარმაზარი პროცესები, იმპაქტები, რომლებიც ქმნიდა კრატერებს ასობით კილომეტრის დიამეტრით. ვულკანური ამოფრქვევები, რომლებიც ფანტავდა ლავას ათასობით კუბური კილომეტრის მოცულობით. მილიარდობით მიკრომეტეორიტი, რომლებიც ნელ-ნელა აგროვებდნენ რეგოლითის ფენას. და ამ მთელი დროის განმავლობაში არავინ აკვირდებოდა. არავინ იცოდა. დედამიწაზე სიცოცხლე ევოლუციონირებდა. პირველი ბაქტერიებიდან მრავალუჯრედიან ორგანიზმებამდე, თევზებიდან ამფიბიებამდე, დინოზავრებიდან ჯუჯუმწოვრებამდე, პრიმატებიდან ადამიანებამდე. მაგრამ მხოლოდ ბოლო 60 წლის განმავლობაში, ბოლო 1 მილიარდ 500 მილიონედი ნაწილი მთვარის ისტორიისა, ჩვენ შევძელით არა მხოლოდ დავაკვირდეთ მას, არამედ მივახციოთ მას, შევისწავლოთ ის, გავიგოთ მისი ისტორია. ეს აკენებს კითხვას, რამდენი სხვა პროცესი ხდება კოსმოსში ახლა, ამ წამში, რომელსაც არავინ აკვირდება. რამდენი პლანეტა ყალიბდება, რამდენი ვარსკვლავი იბადება, რამდენი გალაქტიკა ერთმანეთს ეჯახება. და ყველა ეს პროცესი ხდება სრული სიჩუმით, სრული უყურადღებობით, რადგან არ არის არავინ, ვინც დააკვირდება. და შემდეგ არის უფრო ღრმა კითხვა. რა არის ჩვენი როლი? ჩვენ ვართ ერთადერთი სახეობა, რომელსაც ვიცით, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ დააკვირდეს კოსმოსს, არამედ გაიგოს ის, შექმნას მოდელები, გააკეთოს პროგნოზები, იპოვოს კანონები, რომლებიც მართავს ყველაფერს, ატომებიდან გალაქტიკებამდე. ჩვენ ვართ ის, ვინც კოსმოსს აძლევს შესაძლებლობას გაიცნოს საკუთარი თავი. მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვართ უკიდურესად მოწყვლადი. ჩვენი მთელი ცივილიზაცია, ყველა ჩვენი ცოდნა, ყველა ჩვენი მიღწევა კონცენტრირებულია ერთ პატარა პლანეტაზე, რომელიც მოძრაობს ჩვეულებრივი ვარსკვლავის გარშემო გალაქტიკის გარეულ რეგიონში. ასტეროიდის იმპაქტი, სუპერვულკანის ამოფრქვევა, გლობალური კლიმატური კატასტროფა. ნებისმიერი ამ მოვლენებიდან შეიძლება განადგუროს, ან სერიოზულად დააზიანოს ჩვენი ცივილიზაცია. და აქ ჩვენ უნდა ვაღიაროთ რაღაც მნიშვნელოვანი. მთვარის კოლონიზაცია არ არის გადაწყვეტა ყველა ამ პრობლემისა. ის არ არის მაგიური ტექნოლოგია, რომელიც გადაარჩენს კაცობრიობას. მთვარის ბაზა, თუნდაც სრულად ფუნქციონირებადი, იქნება უკიდურესად მოწყვლადი. დამოკიდებული მუდმივ მიწოდებაზე დედამიწიდან, დამოკიდებული კომპლექსურ ტექნოლოგიებზე, რომლებიც შეიძლება გაფუჭდეს, დამოკიდებული მცირე ჯგუფის ადამიანებზე, რომლებიც იცხოვრებენ უკიდურეს პირობებში. მეცნიერები, რომლებიც მუშაობენ ამ პროექტებზე, ამას კარგად იციან. ისინი არ არიან ნაივური ოპტიმისტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კოსმოსური ექსპანსია იქნება ადვილი ან სწრაფი. ისინი არიან რეალისტები, რომლებიც ესმით გამოწვევების მასშტაბი, მაგრამ ისინი ასევე ესმით, რომ ალტერნატივა, დარჩენა მხოლოდ ერთ პლანეტაზე სამუდამოდ, არის კიდევ უფრო რისკიანი გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩანგე 4-ის მონაცემები არ იძლევა ყველა პასუხს. ისინი ქმნიან ახალ კითხვებს. როგორ ზუსტად ჩამოყალიბდა ქერქის სისქის ასიმეტრია? რა როლი ითამაშა დედამიწის მაგნიტური ველი მთვარის ადრეულ ევოლუციაში? არის თუ არა ჯერ კიდევ თხევადი მასალა მთვარის ბირთვში? რამდენად ვრმად აღწევს წყლის ყინული მუდმივად ჩრდილში მყოფ კრატერებში? ეს კითხვები მოითხოვს მეტ კვლევას, მეტ მისიებს, მეტ მონაცემებს. და ეს არის ზუსტად ის, რაც იგეგმება. შემდგომი 10 წლეულების განმავლობაში ათობით მისია გაიშვება მთვარისკენსკენ. ჩინეთიდან, ამერიკიდან, ევროპიდან, რუსეთიდან, ინდოეთიდან, იაპონიიდან. ყოველი მისია დაამატებს ახალ ნაწილს თავსატეხში, ახალ დეტალს დიდ სურათში. და ახლა წარმოიდგინეთ პერსპექტივა არა 10 წლეულებით, არამედ საუკუნეებით. წარმოიდგინეთ 2100 წელი, 50 წელი ჩანგე 4-ის დაშვებიდან.
რას ხედავთ? შესაძლოა მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს არის მუდმივი ბაზა, სადაც ცხოვრობს რამდენიმე ასეული ადამიანი. ისინი მუშაობენ რესურსების მოპოვებაზე, წყლის ყინულის ამოღებაზე, გელიუმ-3-ის გამოყოფაზე, იშვიათი ელემენტების კონცენტრირებაზე. ისინი ატარებენ სამეცნიერო ექსპერიმენტებს, სეისმურ მონიტორინგს, ასტრონომიულ დაკვირვებებს, ბიოლოგიურ კვლევებს დაბალი გრავიტაციის პირობებში. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, ისინი სწავლობენ, როგორ იცხოვრონ სხვა სამყაროში, როგორ გაუნკლავდნენ იზოლაციას, როგორ შეინარჩუნონ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა, როგორ შექმნან თვითშემანარჩუნებელი სისტემები, რომლებიც არ არის დამოკიდებული მუდმივ მიწოდებაზე დედამიწიდან. ეს ცოდნა იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი შემდგომი ნაბიჯებისთვის, მარსის კოლონიზაციისთვის, ასტეროიდების მოპოვებისთვის, შესაძლოა თუნდაც ინტერსტელარული მოგზაურობისთვის. ან წარმოიდგინეთ 2500 წელი. 2090 წელი ჩანგე 4-ის დაშვებიდან. შესაძლოა მაშინ მთვარეზე არის არაერთი ბაზა, არამედ რამდენიმე. სამხრეთ პოლუსთან, ჩრდილოეთ პოლუსთან, ეკვატორულ რეგიონებში. შესაძლოა მთლიანი მოსახლეობა აღწევს რამდენიმე 1000 ადამიანს. შესაძლოა ისინი უკვე არ არიან მხოლოდ მკვლევარები და ინჟინრები, შესაძლოა არიან ოჯახები, ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ მთვარეზე და არასოდეს ყოფილან დედამიწაზე. ეს ბავშვები იქნებიან პირველი თაობა ადამიანებისა, რომლებიც არ არიან დედამიწელები. ისინი იქნებიან მთვარელები, ადამიანები, რომლებიც ადაპტირებულნი არიან დაბალ გრავიტაციაზე, რომლებთათვის დედამიწა იქნება შორეული, ეგზოტიკური ადგილი, სადაც გრავიტაცია ძალიან ძლიერია, სადაც არის ატმოსფერო, ქარი, წვიმა, ყველა ეს რამ, რაც მთვარეზე არ არსებობს. ან წარმოიდგინეთ 2900 წელი. 490 წელი ჩანგე 4-ის დაშვებიდან. შესაძლოა მაშინ კაცობრიობა უკვე არის მრავალპლანეტარული სახეობა, არა მხოლოდ მთვარეზე და დედამიწაზე, არამედ მარსზე, ევროპაზე, ტიტანზე, შესაძლოა თუნდაც ორბიტულ ჰაბიტატებში, ასტეროიდების სარტყელში. შესაძლოა მთლიანი მოსახლეობა მზის სისტემაში აღწევს მილიონობით ადამიანს. და ყველა ეს იწყება აქ, ეხლა, ჩანგე 4-ის მონაცემებით. ყოველი გაზონვა, რომელიც გაკეთდა კარმანის კრატერში, ყოველი ნიმუში, რომელიც შეგეგროვდა სამხრეთ პოლუს ეითქენის აუზში, ყოველი სპექტრული ანალიზი, რომელიც ჩატარდა რეგოლიტზე, ყველა ეს არის ფუნდამენტი, რომელზეც აშენდება მომავალზეც აშენდება მომავალი. მაგრამ ვიყოთ გულწრფელები იმის შესახებ, რიასაც ჯერ ვერ ვიცით. ჩანგე 4-მა უპასუხა ბევრ კითხვას, მაგრამ გახსნა კიდევ უფრო მეტი. აი რამდენიმე ფუნდამენტური საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. პირველი, ზუსტი მექანიზმი ქერქის სისქის ასიმეტრიისა. ჩვენ ვიცით, რომ უკანა მხარის ქერქი სქელია, მაგრამ რატომ? არის ეს შედეგი ადრეული გაციების ასიმეტრიისა? ან არის ეს შედეგი უზარმაზარი იმპაქტისა, რომელმაც ამოიღო მასალა ერთი მხრიდან და დააგროვა მეორე მხარეს? ან არის ეს კომბინაცია რამდენიმე ფაქტორისა? ჩანგე 4-ის მონაცემები მხარს უჭერს ადრეული გაციების თეორიას, მაგრამ არ გამორიცხავს სხვა ფაქტორებს. მეორე, მთვარის მაგნიტური ველის ისტორია. ჩვენ ვიცით, რომ ოდესღაც მთვარეს ჰქონდა გლობალური მაგნიტური ველი, რომელიც გაქრა დაახლოებით 3 მილიარდი წლის წინ. მაგრამ როგორ ზუსტად გენერირდებოდა ეს ველი? იყო თუ არა მთვარის ბირთვი თხევადი? თუ იყო, როგორ შეინარჩუნა ის თხევადი მდგომარეობა იმდენი ხნის განმავლობაში? და რატომ შეწყდა დინამო ეფექტი? ჩანგე 4-ის მაგნიტური მონაცემები აძლევს ახალ ინფორმაციას, მაგრამ არ იძლევა სრულ სურათს. მესამე, წყლის კინხინულის ზუსტი რაოდენობა და განაწილება. ჩვენ ვიცით, რომ წყალი არსებობს მუდმივად ჩრდილში მყოფ კრატერებში, მაგრამ რამდენი? ზოგიერთი შეფასება ამბობს რამდენიმე მილიონი ტონა, სხვები რამდენიმე მილიარდი ტონა. ეს არის უზარმაზარი განსხვავება, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მომავალი მისიების დაგეგმვისთვის. ჩანგე 4-ის ნეიტრონული დეტექტორი აღმოაჩენს წყალბადის ანომალიები, მაგრამ არ შეუძლია ზუსტად გაზომოს რაოდენობა. მეოთხე, მთვარის შიდა სტრუქტურის დეტალები. ჩვენ ვიცით, რომ არის ქერქი, მანტია და პატარა ბირთვი, მაგრამ ზუსტი შემადგენლობა, ზუსტი ტემპერატურა სხვადასხვა სიღრმეებზე. არის თუ არა ჯერ კიდევ თხევადი მასალა ღრმა მანტიაში ან ბირთვში. ჩანგე 4-ის სეისმური მონაცემები მიუთითებს ნაწილობრივ მდნარ რეგიონზე დაახლოებით 1000 კილომეტრის სიღრმეზე, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი წერტილი. სრული სამგანზომილებიანი მოდელისთვის საჭიროა მეტი სეისმომეტრი სხვადასხვა ადგილებში. მეხუთე, ვულკანური აქტივობის ზუსტი ქრონოლოგია. ჩვენ ვიცით, რომ ვულკანური აქტივობა გრძელდებოდა დაახლოებით 4 მილიარდიდან 1 მილიარდ წლამდე წინ, მაგრამ ზუსტი დეტალები, როდის იყო პიკები აქტივობისა, როდის იყო პაუზები, რა იწვევდა ამ ვარიაციებს. ჩანგე 4-ის ნიმუშების რადიომეტრული დათარიღება აძლევს რამდენიმე წერტილს ამ ქრონოლოგიაში,
მაგრამ არა სრულ სურათს. და გარდა სამეცნიერო კითხვებისა, არის პრაქტიკული გამოწვევები, რომლებიც უნდა გადაწყდეს, თუ ჩვენ რეალურად გვინდა მთვარის კოლონიზაცია. როგორ დავიცვათ ასტრონავტები კოსმოსური რადიაციისგან ხანგრძლივი მისიების დროს? ჩვენ ვიცით, რომ რეგოლითის რამდენიმე მეტრის ფენა შეიძლება უზრუნველყოს კარგ დაცვას, მაგრამ როგორ ავაშენოთ ასეთი სტრუქტურები? როგორ გამოვიყენოთ ბუნებრივი ფორმაციები, როგორიცაა ლავის მილები? როგორ უზროთ საკვები ხანგრძლივი მისიებისთვის? მთვარეზე შეუძლებელია ტრადიციული სოფლის მეურნეობა. არ არის ნიადაგი, არ არის ატმოსფერო, არ არის წყალი. ჰიდროპონიკა და აეროპონიკა შეიძლება იმუშაოს, მაგრამ მოითხოვს ბევრ ენერგიას და წყალს. როგორ შევქმნათ ეფექტური სისტემები? როგორ მოვაგვაროთ ფსიქოლოგიური გამოწვევები? ანტარქტიდის სადგურებზე და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანებს სჭირდებათ სოციალური ურთიერთობა, პირადი სივრცე, კავშირი ოჯახთან და მეგობრებთან. როგორ უზრუნველყოთ ეს მთვარის ბაზაზე? როგორ შევქმნათ ეკონომიკური მოდელი, რომელიც გახადოს მთვარის კოლონიზაცია ფინანსურად მდგრად-მდგრადი? რესურსების მოპოვება შეიძლება იყოს მომგებიანი გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ საწყისი ინვესტიციები იქნება უზარმაზარი. ვინ გადაიხდის ამას? მთავრობები, კერძო კომპანიები, საერთაშორისო კონსორციუმები? როგორ შევქმნათ იურიდიული ჩარჩო, რომელიც იქნება სამართლიანი და ეფექტური? კოსმოსური ხელშეკრულება 1967 წლიდან არის მოძველებული. ჩვენ 1000 წლეულების განმავლობაში ადამიანები უყურებდნენ მთვარეს და ხედავდნენ მხოლოდ შორეულ, მიუღწეվել ობიექტს. სიმბოლოს პოეზიაში, მითოლოგიაში, რელიგიაში. შემდეგ 90 წლის წინ ჩვენ მივახციეთ მას და აღმოვაჩინეთ, რომ ის იყო რეალური სამყარო. ქანები, მტვერი, ვაკუუმი. მაგრამ ჩვენ ხედავდით მხოლოდ ერთ მხარეს, ერთ პერსპექტივას. ახლა, ჩანგე 4-ის წყალობით, ჩვენ ხედავთ მთელ სურათს. ჩვენ ხედავთ, რომ მთვარე არის არა ერთგვაროვანი სხეული, არამედ კომპლექსური სამყარო, თავისი უნიკალური ისტორიით, თავისი რესურსებით, თავისი პოტენციალით. ჩვენ ხედავთ, რომ ის შეიძლება გახდეს არა მხოლოდ სამეცნიერო ლაბორატორია, არამედ პლატფორმა კაცობრიობის შემდგომი ექსპანსიისთვის კოსმოსში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა ის, რასაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, არამედ ის, რასაც ჩვენ ვისწავლეთ პროცესში. ჩვენ ვისწავლეთ, რომ კოსმოსი არის არა ცარიელი უსასრულო სივრცე, არამედ სავსე სამყაროებით, რომელთაგან თითოეულს აქვს თავისი ისტორია, თავისი სირთულე, თავისი საიდუმლოებები. ჩვენ ვისწავლეთ, რომ გაგება ამ სამყაროებისა მოითხოვს არა მხოლოდ ტექნოლოგიას, არამედ თანამშრომლობას, ქვეყნებს შორის, დისციპლინებს შორის, თაობებს შორის. და ჩვენ ვისწავლეთ, რომ ყოველი პასუხი, რომელსაც ჩვენ პოულობთ, ქმოულობთ ქმნის ახალ კითხვებს, უფრო ღრმა, უფრო რთულ, უფრო ფასცინაციურ კითხვებს. ეს არის არა დამთავრება, არამედ დასაწყისი. დასაწყისი მოგზაურობისა, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს საუკუნეების, შესაძლოა 1000 წლეულების განმავლობაში. და ყველაფერი ეს იწყება აქ, სამხრეთ პოლუს ეიტკენის აუზში, კარმანის კრატერში, სადაც პატარა ჩინური ზონდი, ჩანგე 4 ჯერ კიდევ დგას. შუმად, მარტოდ, მთვარის უკანა მხარეზე, სადაც არც ერთი ადამიანი არასოდეს ყოფილა. მაგრამ მისი მონაცემები, მისი აღმოჩენები, მისი მემკვიდრეობა გაგრძელდება, გზავნილად მომავალი თაობებისთვის, რომლებიც შესაძლოა ერთ დღეს იაროებენ იმავე ადგილებში, შეაგროვებენ საკუთარ ნიმუშებს, გააკეთებენ საკუთარ აღმოჩენებს. და შესაძლოა ერთ დღეს, როდესაც ადამიანები იცხოვრებენ მთვარეზე, მარსზე, ასტეროიდებზე, შესაძლოა თუნდაც სხვა ვარსკვლავების სისტემებში, ისინი გაიხსენებენ ამ მომენტს. მომენტს, როდესაც პატარა ზონდი დაეშვა მთვარის უკანა მხარეს და გახსნა ფანჯარა ახალ სამყაროში, ახალ შესაძლებლობებში, ახალ მომავალში. მაგრამ აქ, ამ ისტორიის ბოლოს, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, რომელიც აღემატება მეცნიერებას, ტექნოლოგიას, თუნდაც მომავალს. რას ნიშნავს ის, რომ ჩვენ ხედავთ მთვარის უკანა მხარეს? 4 მილიარდი წლის განმავლობაში ეს მხარე იყო სრულიად უხილავი დედამიწიდან. არა იმიტომ, რომ ის ფიზიკურად დამალული იყო, მზის სინათლე აღწევდა მას ზუსტად ისევე, როგორც ხილულ მხარეს. არამედ იმიტომ, რომ მოქცევითი ჩაკეტვა, ის ფუნდამენტური ფიზიკური კანონი, რომელიც აკავშირებს ორ სხეულს გრავიტაციით, ქმნიდა აბსოლუტურ ბარიერს დაკვირვებისთვის. წარმოიდგინეთ ეს როგორც მეტაფორა. რამდენი რეალობის ასპექტი არსებობს, რომელიც ჩვენთვის უხილავია. არა იმიტომ, რომ ის არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი პოზიცია, ჩვენი პერსპექტივა, ჩვენი შეზღუდული აღქმა არ გვაძლევს მის დანახვის საშუალებას. 1000 წლეულების განმავლობაში ადამიანები ფიქრობდნენ, რომ მთვარეს აქვს მხოლოდ ერთი სახე, ის, რასაც ისინი ხედავდნენ ყოველღამე. მაგრამ რეალობა იყო ბევრად უფრო რთული. და ეს არის არა მხოლოდ მთვარის შესახებ,
ეს არის ფუნდამენტური ჭეშმარიტება რეალობის ბუნების შესახებ. ის, რასაც ჩვენ ხედავთ, არის მხოლოდ ნაწილი იმისა, რაც არსებობს. ჩვენი აღქმა, ჩვენი ინსტრუმენტები, ჩვენი თეორიები, ყველა ეს არის ფანჯრები რეალობაში, მაგრამ არა თავად რეალობა. და ყოველი ახალი ფანჯარა, რომელსაც ჩვენ ხსნით, ყოველი ახალი ტელესკოპი, ყოველი ახალი დეტექტორი, ყოველი ახალი თეორია, გვიჩვენებს რაღაცას, რასაც ადრე ვერ ხედავდით. Chang'e 4 არის ასეთი ფანჯარა, მაგრამ ის, რასაც ეს ფანჯარა გვიჩვენებს, არის არა მხოლოდ ახალი ფაქტები მთვარის შესახებ. ის გვიჩვენებს რაღაცას უფრო ღრმას, რომ კოსმოსი არის არა სტატიკური, უცვლელი სივრცე, არამედ დინამიური, ევოლუციონირებადი სისტემა, სადაც ყველაფერი დაკავშირებულია ყველაფერთან. მთვარის ორი მხარის განსხვავება არ არის შემთხვევითობა. ის არის შედეგი დედამიწის არსებობისა. დედამიწის გრავიტაცია შექმნა მოქცევითი ჩაკეტვა, რომელმაც შექმნა ასიმეტრიული გათბობა, რომელმაც გავლენა მოახდინა ქერქის ფორმირებაზე, რომელმაც განსაზღვრა ვულკანური აქტივობის განაწილება. ყველაფერი დაკავშირებულია, ყველაფერი არის ნაწილი ერთი დიდი კომპლექსური სისტემისა. და ეს პრინციპი მუშაობს ყველა მასშტაბზე. ატომური დონიდან გალაქტიკურ დონემდე, ყველაფერი რაც არსებობს არის ნაწილი ქსელისა ურთიერთქმედებებისა. ელექტრონები ატომებში, ატომები მოლეკულებში, მოლეკულები უჯრედებში, უჯრედები ორგანიზმებში, ორგანიზმები ეკოსისტემებში, ეკოსისტემები პლანეტებზე, პლანეტები ვარსკვლაურ სისტემებში, ვარსკვლაური სისტემები გალური სისტემები გალაქტიკებში, გალაქტიკები კოსმოსურ ქსელში. ყველაფერი დაკავშირებულია. მაგრამ აქ ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაღაცაც, რაც მეცნიერება ყოველთვის აკეთებს, მაგრამ რასაც ხშირად ავიწყდება პოპულარულ ნარატივებში. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჩვენი უმეცრების მასშტაბების მასშტაბი. Chang'e 4 უპასუხა ბევრ კითხვას, მაგრამ ყოველი პასუხი გახსნა ათობით ახალ კითხვას. ჩვენ ვიცით, რომ მთვარის ორი მხარე განსხვავებულია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ზუსტად რატომ. ჩვენ გვაქვს თეორიები, მოქცევითი გითი გათბობა, ასიმეტრიული გაციება, განსხვავებული იმპაქტების ისტორია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რომელი მათგანია ყველაზე მნიშვნელოვანი, ან როგორ ზუსტად ისინი ურთიერთქმედებენ. ჩვენ ვიცით, რომ მთვარეს ოდესრაც ჰქონდა მაგნიტური ველი, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ ზუსტად ის გენერირდებოდა. იყო მთვარის ბირთვი თუ არა მთვარის ბირთვი სრულად თხევადი, როგორც დედამიწისა, ან იყო ის მხოლოდ ნაწილობრივ თხევადი. რა იყო მისი შემადგენლობა? როგორ შეინარჩუნა ის თხევადი მდგომარეობა მილიარდობით წლის განმავლობაში? ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ვიცით, რომ მუდმივად ჩრდილში მყოფ კრატერებში არის წყლის ყინული, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რამდენი. შეფასებები მერყეობს მილიონობით ტონებიდან მილიარდობით ტონებამდე. განსხვავება, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მომავალი მისიებისთვის. ჩვენ არ ვიცით, რამდენად ღრმად აღწევს ეს ყინული. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ის კონცენტრირებული ზედა რამდენიმე სანტიმეტრში, თუ ვრცელდება მეტრების სიღრმეში. ჩვენ ვიცით, რომ მთვარის მანტიაში დაახლოებით 1000 კილომეტრის სიღრმეზე შეიძლება იყოს ნაწილობრივ მდნარი რეგიონი, მაგრამ ჩვენ არ ვიცით მისი ზუსტი ზომა, შემადგენლობა, ტემპერატურა. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ეს რეგიონი სტაბილური, თუ ის ნელ-ნელა მყარდება. ჩვენ არ ვიცით, რა ენა არ ვიცით, რა გავლენას ახდენს ის მთვარის გრავიტაციულ ველზე, მის ფორმაზე, მის ევოლუციაზე. ჩვენ ვიცით, რომ ვულკანური აქტივობა მთვარეზე შეწყდა დაახლოებით 1 მილიარდი წლის წინ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ზუსტად რატომ. იყო ეს უბრალოდ იმის შედეგი, რომ მთვარე გაციებულა და აღარ ჰქონდა საკმარისი შიდა სითბო, ან იყო რაღაც სხვა ფაქტორი, შესაძლოა ცვლილება მანტიის შემადგენლობაში, შესაძლოა ბირთვის მყარდება, შესაძლოა რაღაც, რასაც ჩვენ ჯერ არ ვფიქრობთ. და ეს არის მხოლოდ კითხვები მთვარის შესახებ. როდესაც ჩვენ ვფართოვდებით უფრო დიდ სურათზე, მზის სისტემის ფორმირება, პლანეტების ევოლუცია, სიცოცხლის წარმოშობა, ჩვენი უმეცრება ხდება კიდევ უფრო ღრმა. ჩვენ არ ვიცით, როგორ ზუსტად ჩამოყალიბდა მთვარე. უმეტესი მეცნიერები ეთანხმებიან გიგანტური იმპაქტის თეორიას, რომ მარსის ზომის ობიექტი შეეჯახა ახალგაზრდა დედამიწას და ამოფრქვეული ნამსხვრევებიდან ჩამოყალიბდა მთვარე. მაგრამ დეტალები, როგორი იყო ზუსტად ეს იმპაქტი, რა კუთხით მოხდა შეჯახება, რა იყო იმპაქტორის შემადგენლობა, როგორ ზუსტად შეიკრიბა ნამსხვრევები ორბიტაზე, ჩვენ ვიცით. ჩვენ არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით, რატომ დედამიწას აქვს პლიტეების ტექტონიკა, ხოლო ვენერას არა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თითქმის იდენტური ზომისა არიან. ჩვენ არ ვიცით, რატომ მარსმა დაკარგა თავისი მაგნიტური ველი და ატმოსფერო. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა სიცოცხლე ევროპას ოკეანეში, ან ენცელადუსის გეიზერებში, ან ტიტანის მეთანის ტბებში. და როდესაც ჩვენ ვიხედებით მზის სისტემის ფარგლებს გარეთ, ჩვენი უმეცრება ხდება თითქმის აბსოლუტური. ჩვენ აღმოვაჩინეთ ათასობით ეგზოპლანეტა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორია მათი ზედაპირი, მათი ატმოსფერო, მათი გეოლოგია. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა სიცოცხლე რომელიმე მათგანზე.
ჩვენ არ ვიცით, თუნდაც რამდენად გავრცელებულია სიცოცხლე galaktikაში და კიდევ უფრო ფუნდამენტურ დონეზე. ჩვენ არ ვიცით, რა არის ბნელი მატერია, რომელიც შეადგენს დაახლოებით 27% სამყაროს მასისა. ჩვენ არ ვიცით, რა არის ბნელი ენერგია, რომელიც შეადგენს დაახლოებით 70% სამყაროს ენერგიისა და იწვევს მის აჩქარებულ გაფართოებას. ჩვენ არ ვიცით, რატომ არსებობს მატერია და არა ანტიმატერია. ჩვენ არ ვიცით, რა იყო სამყაროს პირველ წამში დიდი აფეთქების შემდეგ. ეს არის არა პესიმიზმი, ეს არის რეალიზმი. ეს არის სამეცნიერიზმი, ეს არის სამეცნიერო სიმართლე. ყოველი პასუხი, რომელსაც ჩვენ პოულობთ, გვიჩვენებს რამდენი ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით. და ეს არის ზუსტად ის, რაც ხდის მეცნიერებას ასეთ ფასცინაციურს. არა იმიტომ, რომ ის იძლევა საბოლოო პასუხებს, არამედ იმიტომ, რომ ის გვიჩვენებს უფრო ღრმა კითხვებს. და ახლა მოდი დაუბრუნდეთ იქ, სადაც დავიწყეთ. გახსოვთ ის სურათი, რომლითაც ჩვენ დავიწყეთ. თქვენ დგახართ მთვარის ზედაპირზე, სადაც არც ერთი ადამიანი არასოდეს ყოფილა. თქვენს წინ იშლება უსასრულო, უძველესი მთების ქსელი. არ არის აქ ის ბნელი, ვულკანური ველები, რომლებსაც დედამიწიდან ხედავთ. მაგრამ ეხლა ამ მთელი მოგზაურობის შემდეგ ეს სურათი ნიშნავს რაღაც სხვას. ეს მთები არ არის უბრალოდ ქანები. ისინი არის არქივი. ყველაზე სრულყოფილი არქივი მზის სისტემის ისტორიისა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ყოველი კრატერი არის ჩანაწერი იმპაქტისა, რომელიც მოხდა მილიონობით ან მილიარდობით წლის წინ. ყოველი ქანი არის მოწმე პროცესებისა, რომლებიც ხდებოდა მაშინ, როდესაც დედამიწაზე სიცოცხლე ჯერ კიდევ არ არსებობდა. და ეს რეგოლითი, ეს მთვრიანი ფენა, რომელიც ფარავს ყველაფერს, ის არის არა მხოლოდ მტვერი. ის შეიცავს გელიუმ-3-ს, რომელიც შეიძლება ერთ დღეს გახდეს საწვავი თერმობირთული რეაქტორებისთვის. ის შეიცავს იშვიათ ელემენტებს, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის. ის შეიცავს ინფორმაციას მზის ქარის შესახებ, კოსმოსური გამოსხივების შესახებ, ყველა იმ პროცესის შესახებ, რომელიც ხდებოდა ბოლო 4 მილიარდი წლის განმავლობაში. და ის ჩრდილში მყოფი კრატერები, სადაც მზის სინათლე არასოდეს აღწევს, ისინი არის არა მხოლოდ ბნელი ადგილები. ისინი არის ყინულოვანი ხაფანგები, სადაც წყალი, ის ფუნდამენტური მოლეკულა, რომელიც აუცილებელია სიცოცხლისთვის, როგორც ჩვენ ვიცნობთ მას, დაცულია მილიარდობით წლის განმავლობაში. და ის პატარა ჩინური ზონდი, ჩანგე 4, რომელიც ჯერ კიდევ დგას კარმანის კრატერში. ის არის არა მხოლოდ მანქანა, ის არის ელჩი. ელჩი ერთი სახეობისგან, რომელმაც ახლახან ისწავლა როგორ დატოვოს თავისი მშობლიური პლანეტა და დაიწყოს შესწავლა სხვა სამყაროებისა. მაგრამ აქ არის ყველაზე ღრმა კითხვა, რომელიც რჩება. რატომ? რატომ ჩვენ ვაკეთებთ ამას? რატომ ჩვენ ვხარჯავთ მილიარდობით დოლარს, ათასობით საათს, უზარმაზარ ინტელექტუალურ რესურსებს იმისთვის, რომ შევისწავლოთ ქანები მთვარის უკანა მხარეზე? პრაქტიკული პასუხები არსებობს. რესურსები, ტექნოლოგიები, სამეცნიერო ცოდნა, მაგრამ ეს არ არის სრული პასუხი. რეალური პასუხი არის უფრო ღრმა, უფრო ფუნდამენტური. ჩვენ ვაკეთებთ ამას, რადგან ეს არის ის, რაც ხდის ჩვენ ადამიანებს. ხდის ჩვენ ადამიანებს. ჩვენ ვართ სახეობა, რომელიც ეძებს. ჩვენ ვართ სახეობა, რომელიც სვამს კითხვებს. ჩვენ ვართ სახეობა, რომელიც არ კმაყოფილდება იმით, რასაც უკვე ვიცით, არამედ მუდმივად ცდილობს გაიგოს მეტი, დაინახოს მეტი, მიაღწიოს მეც. 1000 წლეულების წინ ჩვენი წინაპრები დატოვეს აფრიკა და დაიწყეს მთელი პლანეტის შესწავლა. ისინი არ იცოდნენ, რა იპოვიდნენ. ისინი არ იცოდნენ, რა საფრთხეები ელოდათ. მაგრამ ისინი წავიდნენ, რადგან ეს იყო მათი ბუნება, ძიება, შესწავლა, აღმოჩენა. ახლა ჩვენ გვგავართ მსგავს ღურბლზე. ჩვენ იწყებთ დატოვებას ჩვენი მშობლიური პლანეტისა და შესწავლას სხვა სამყაროებისა. მთვარე არის პირველი ნაბიჯი, მაგრამ ის არის მხოლოდ დასაწყისი. და შესაძლოა 1000 წლის შემდეგ, როდესაც ადამიანები იცხოვრებენ ათობით პლანეტაზე, ასობით თანამგზავრზე, ათასობით ორბიტულ ჰაბიტატში, შესაძლოა მაშინ ისინი გაიხსენებენ ამ მომენტს. ისინი გაიხსენებენ, როგორ პატარა ზონდმა დაეშვა მთვარის უკანა მხარეს და გახსნა ფანჯარა ახალ ეპოქაში. მაგრამ შესაძლოა ისინი ასევე გაიხსენებენ რაღაც სხვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არ იყო ის, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, არამედ ის, რომ ჩვენ გავბედეთ ძიება. რომ ჩვენ არ შევჩერდით იმ საზღვრებზე, რომლებიც ბუნებამ დაგვიდო. რომ ჩვენ არ დავკმაყოფილდით იმით, რასაც უკვე ვიცოდით. და ეხლა, როდესაც თქვენ უყურებთ მთვარეს ღამის ცაზე, შესაძლოა თქვენ დაინახავთ მას განსხვავებულად. თქვენ იცით, რომ ის, რასაც ხედავთ, არის მხოლოდ ნახევარი ისტორიისა. მეორე ნახევარი, ის უძველესი დაცული სამყარო, რომელიც არასოდეს არის მიბრუნებული ჩვენკენ, ინახავს საიდუმლოებებს, რომლებსაც ჩვენ ჯერ კიდევ ვიწყებთ გაგებას. მაგრამ შესაძლოა ყველაზე ღრმა საიდუმლო არ არის მთვარეზე. შესაძლოა ის არის ჩვენში.
იმუცნაურ მოწყვლად, მაგრამ შეუდარებლად ცნობის მოყვარე სახეობაში, რომელმაც შეძლო შექმნას ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს მას შეისწავლოს სამყაროები, რომლებიც მილიარდობით წლის განმავლობაში არავის უნახავს. ჩვენ ვართ ნაწილი კოსმოსისა, რომელიც ცდილობს გაიგოს საკუთარი თავი. ჩვენ ვართ ატომები, რომლებიც ორგანიზდნენ ისე, რომ შეძლონ ფიქრი ატომების შესახებ. ჩვენ ვართ ვარსკვლავური მტვერი, რომელიც ხდება ცნობიერი და უკან იხედება თავის წარმოშობაზე. და შესაძლოა ბოლოს და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის ის, რამდენს ვიცით, არამედ ის, რომ ჩვენ აგრძელებთ კითხვას. რომ ჩვენ არასოდეს შევთქვათ ძიებას. რომ ჩვენ ამ პატარა ლურჯ პლანეტაზე, გალაქტიკის გარეულ რეგიონში, გავბედეთ, ვიოცნებოთ იმაზე, რაც არის ჰორიზონტის მიღმა. მთვარის უკანა მხარე აღარ არის უხილავი, მაგრამ კოსმოსი სავსეა სხვა უხილავი მხარეებით, სხვა საიდუმლოებებით, სხვა სამყაროებით, რომლებიც ელოდებიან აღმოჩენას. და შესაძლოა ყველაზე დიდი საიდუმლო არის არა ის, რასაც ჩვენ ვიპოვით იქ, გარეთ, არამედ ის, რასაც ჩვენ ვიპოვით ჩვენში. ის უსასრულო შესაძლებლობა ზრდისა, სწავლეაძლებლობა ზრდისა, სწავლისა, ევოლუციისა, რომელიც ხდის ჩვენ არა მხოლოდ დამკვირვებლებს, არამედ მონაწილეებს კოსმოსის დიდ ისტორიაში. და ეს ისტორია ჯერ კიდევ იწერება. ყოველი ახალი აღმოჩენა, ყოველი ახალი მისია, ყოველი ახალი კითხვა ამატებს ახალ გვერდს. და შესაძლოა 1000 წლის შემდეგ ან მილიონი წლის შემდეგ, როდესაც ჩვენი შთამომავლები, ან ის, რაც ისინი გახდებიან, იხედებენ უკან ამ მომენტზე, ისინი იტყვიან: აქ, ამ პატარა ზონდით, რომელიც დაეშვა მთვარის უკანა მხარეს, იყო დასაწყისი. არა დასასრული, არამედ დასაწყისი. დასაწყისი მოგზაურობისა, რომელსაც არ აქვს დასასრული, რადგან ყოველი პასუხი ქმნის ახალ კითხვებს და ყოველი ჰორიზონტი, რომელსაც ჩვენ ვაღწევთ, გვიჩვენებს ახალ ჰორიზონტებს მის მიღმა. და შესაძლოა, ეს არის ყველაზე ლამაზი ჭეშმარიტება, რომ მოგზაურობა არასოდეს მთავრდება, რადგან კოსმოსი, როგორც ჩანს, არის უსასრულო, არა მხოლოდ სივრცეში, არამედ სიღრმეში. სიღრმეში სირთულისა, სიღრმეში საიდუმლოებისა, სიღრმეში